ამაღლების დღესასწაულს ყველას გილოცავთ და გილოცავთ. მე-40 დღეს უფლის აღდგომიდან, როგორც ახარება გვაუწყებს, მოხდა უფლის სხეულებრივი მეორედ განშორება, შეიძლება ასე ითქვას, ერთხელ, როდესაც უფალი აღდგა მკვდრეთით, მაშინ დასშორდა თავის მოწაფეებს, ამ ფეღლერებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფალი ეცხადებოდა 40 დღის განმავლობაში, მაინც მოციქულებსაც, ასევე სხვებსაც და აი დღევანდელი დღე, ანუ მე-40, როგორც ვთქვით, მისი აღდგომიდან აღინიშნა ასეთი მოვლენით, რომ უფალი უკვე 11 მოციქულს, არა 12-ს, იმიტომ რომ მე-12 ვიცით, თავი მოიკლა იუდა ისკარიოტელმა, ეცხადება და დგება მათ შორის, მიყვება მათ გზაზე და შემდეგ მათ აიყვანს მთაზე, ზეთისხილის მთაზე და იქ გამოუშვიდობება, ასე შეიძლება ითქვას, ადამიანურად გამოუშვიდობება, იმიტომ რომ უფალი ყველგან არის და უფალი ყოველთვის არის ჩვენთან და მათთანაც ყოველთვის იყო და უფალი ყველასთან არის, ვინც მოუხმობს მას თავის გულში, სულში, გონებაშიც და შემდეგ ამაღლდება უფალი, ამაზე ვიტყვით ორი სიტყვით. მანამდე ვთქვათ ის, რომ აი მოციქულებს რაღაცნაირადაბნეულობა და შიშიც დაეწყობათ, იმიტომ რომ ეგონებათ რაიმე სულს ხომ არ ხედავთო. აი ეს ადგილი სხვათა შორის შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ იმ სრულსწავლებათა განსაკუთრებლად, რომლებიც ქადაგებდნენ და ქადაგებენ სულის არარსებობას. აი თითქოს და სული არ არსებობს, აი ადამიანი მოკვდა, თქვათ, აი დაიძინა და მე გაიღვიძებს, ანუ მისი სული არ წასულა თითქოს სიმფერნად. აი ასეთი სრულსწავლება არის, მოგესალმებათ, არის ესეთი რელიგიური მიმდინარეობა, იეჰოვას მოწვევებს უწოდებენ თავს და აი ასეთი სრულსწავლება აქვთ მათ ერთ-ერთი სხვა მრავალ სრულსწავლებასთან ერთად, იმიტომ რომ აქ აინახეთ მოციქულებს ეგონათ, რომ სული რაიმეო დავინახეთო. ანუ მაშინ მათ იცოდნენ განსხვავებით სადუკეველთაგან, რომლებსაც სულის უკვლავება არ სწამდათ, რომ აი შეიძლება გამოეცხადოს ვინმეს სული და რომ სული არსებობს. და უფალი მათ დაუცხრობს აი ამ შიშს, ადამიანურ შიშს და გაკვირვებას და მათ თანდათანობით აი დაამშვიდებს და ასეთ რამესაც კი მიმართავს, რომ მომეცით რაიმე გაქვთ, ჭამადი ეუბნება რა. უფალი ნახეთ, ადრეც შევნიშნეთ, ჩვენ თუ გახსოვთ, რომ ეკითხება ადამიანებს აი ესეთნაირად, თავდაპირველად თითქოს უფალმა არ იცის რა თუმცა საჭიროა რა თქმა უნდა, მან იცის და მან ყველაფერი იცის, მაგრამ აი რაღაცნაირად აი შედის ურთიერთობაში თავის მოწაფეებთან, თავის მეგობრებთან, ძმებთან, როგორც უწოდებდა უფალი სხვა დროს მათ და მოწაფეები აწვდიან მას ნახევარ შემწვართელს და თავს, აი ასეთი მწირი საკვები ჰქონდათ მათ და უფალი იხმევს მათ თვალწინ, რათა დაამტკიცოს და მათ დაანახოს, რომ ეს არ არის სული და მოჩვენება, რომ ჭეშმარიტად რეალურად, ასე როგორც მეცნიერულ ენაზე გამოთქვამენ, ეჩვენა მათ უფალი, ანუ არსება, სულიერი არსება, სხეულით აღმდგარი, მათ ეჩვენება და მათ თვალწინ კიდევაც შეჭამს, როცა თქვათ აღმდგარ ადამიანს უკვე ასეთი საჭმელი, მატერიალური რაც არ უნდა იყოს ეს საკვები აღარ სჭირდება და სული აღარ ჭამს, აღარ სვამს, ასე ნივთიერს რაიმეს, ეს მხოლოდ სხეულისთვის აქვს უფალს დადგმული, მაგრამ აი უფალმა ასეთი რამეც კი დაუშვა, როგორც გამონაკლისი შეიძლება ითქვას, ახლა მას ესეთი პირდაპირი ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ რანაირად აბა ესე იგი რომ აღმდგარმა ადამიანმა უკვე დაბრუნებულმა იმ პირვანდელ ვითარებაში, რომელშიც იყო ადამის ოდით დაცემამდე, აი რაღაცა ისეთი ნივთიერი მატერიალური იხმიოს. ასეთი რამე არ ხდება, მაგრამ აი უფალი ესეც კი დაუშვა და შემდეგ მათ, როგორც ვთქვით, გამოუშვიდობება ზეთისხილის მთაზე და აღვალს უფალი მათ თვალწინ. აი ამ დროს წერია და დღეს წმინდა საქმეთა მოციქულთანაც იყო წიგნიდან წაკითხული წიგნის დროს, რომ ამ დროს ორი ანგელოზი წარმოჩინდება და ეს ანგელოზები გამოსახული არიან სწორედ ამაღლების ხატზე მოციქულთა შორის, როგორც აღმწერდი მოვლენისა, რაც არის სახარებაში გადმოცემული და იკითხებიან მოციქულებს გალილეველო კაცებო, ესე იგი გალილეველო ადამიანებო, რას ახურეთ ზემოთ, ამიტომ რომ მოციქულებმა თვალი გააყოლეს აღმავალი უფალს, რომელიც სხეულიანად
განეშორა მათ ასე ვთქვათ, ასე შეიძლება გამოთქვათ, ვერტიკალურ მდგომარეობაში და ვერტიკალური მოძრაობით და მოციქულები ეუბნებიან, რომ ISO უფალი, რომელიც თქვენ ახლა ასეთი სახით ამავალი იხილეთ, ასეთივე სახით მოვა იგი. ანუ აქ არის საუბარი უკვე უფლის მეორედ მოსვლას, რასაც უწოდებს ეკლესია და რომელიც არის ასევე შეტანილი მრწამსში და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯადო, ესე იგი ამ ქვეყნიერებისა, ცოცხლებისა და მკვდრების, ანუ კვალად ხელახლა მეორედ მოვა უფალი ამ ქვეყნის განსაჯელად. უფლის მეორედ მოსვლაზე ორი სიტყვით ვიტყვით, მანამდე ვთქვათ ის, რომ აი ეს ამაღლება თვითონ ეს სიტყვა და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. აი ეს ფრაზა შეტანილი არის მრწამსის მეექვსე ნაწილად, წევრად, როდესაც წმინდა მამებმა პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებულზე ჩამოაყალიბეს მრწამსი, ანუ ძირითადი კრედო, თუ რას სწამს ქრისტიანს. აი ამ თავარ 12 წინადადებაში ერთ-ერთი კერძოდ მეექვსე შეიტანეს სწორედაც უფლის ამაღლების შესახებ და ასევე არის შეტანილი მრწამსში ისიც, რაც წერა ვთქვით დასაწყისში, ცოტა წინ, რომ უფალი კვალა მეორედ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყნიერებას. აი მრწამსში არის შეტანილი ძირითადი დოგმატები, შეიძლება ითქვას ასე, სარწმუნოებრივი ძირითადი სწავლებები, რომლებიც არიან საყოველთაონი ყოველთა ქრისტიანით. აი ქრისტიანები, ვთქვათ ადამიანი, ვინც აღიარებს, რომ აი ქრისტეს მისდევს, ქრისტეს მორწმუნეა, ქრისტემ ერთად მიაჩნია და აი რომელიმე მათთაგანს აი ამ წამსიდან უარყოფს, ის უკვე აღარ ითვლება მართლმორწმუნედ, ანუ მართლმადიდებლად და ეკლესია ასეთებს განიშნულებს თავისი წიაღიდან. ამაზე რატომ ამახვილებ ყურადღებას მივხვდებით თქვენ იმ პირველი კითხვიდან, რომელსაც ჩვენ აი ამ პატარა შესწავლის დასასრულისთანავე განვიხილავთ და უპასუხებთ. ამ უფლის ამაღლება დღეს შეიძლება ახლა ითქვას, რომ მორწმუნე ადამიანისათვის ეს ყოველთვის ადვილად მისაღები იყო, ადვილად სარწმუნებელი იყო, მაგრამ აი დღევანდელი ასეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ნიჰილისტი უფრო ეწოდოს, აი როგორც ამას აღნიშნავდნენ მე-20 საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მწერლები, მამები, ეს დღევანდელი ადამიანი უკვე რაღაცნაირად აღარ იღებს აი ასეთ პირდაპირ სწავლებას ახარებისეულს რა და ზოგს გარკვეულად ესეთი ურწმუნოება უჩნდება ამ სიტყვების მოსმენისას, საკითხვისას. ზოგი ცინიკურად ვთქვათ განსჯის აი ამ მოვლენას და ასეთნაირად ისინი ვერ იღებენ, მაგრამ ჩვენ ამის გამო რა თქმა უნდა არავინ უნდა გავსაჯოთ, იმიტომ რომ იყო დრო, რომ ვთქვათ ჩვენს არ უწამდა არა ისე როგორც დღეს უწამს თუნდაც არა და შეიძლება ზოგს საერთოდ არ სწამდა და ამიტომ აი აქ ჩვენ სხვის წვენასა თუ უწმუნოებას გარკვეულად პატივი უნდა მივაგოთ. აი ამ ფრაზასაც შემთხვევით არ ვამბობ, აი ამ საკითხსაც მინდა ასევე გავშალოთ ხრობა და სიღრმისეულად გავიხილოთ, რას ნიშნავს სხვისი წვენისადმი პატივისცემა. უფალი ამაღლდა და ეკლესიას ეს დღე აქვს მოსახსენებლად დაწესებული და არის ერთ-ერთი იმ 12 დიდ დღესასწაულთაგანი, რომლებსაც ეკლესია მთელი წლის განმავლობაში ასეთ ციკლურად, ყოველწლიურად აღნიშნავს. წინა კატეხიზმოს დროს ჩვენ შემოგვივიდა შეკითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მოასწარით და აი მეცდები ახლა ვპასუხობ ამ კითხვას და სანამ ამ კითხვაზე გადავა, მანამდე აი პატარა ისეთ შესავალს დავაკეთებ, რომ უფრო გასაგები გახდეს აი ამ კითხვაზე პასუხი. ანუ აი მანამდე რომ თქვით ჩვენ მეორედ მოსვლა უფლისა რომ მოხდება და ქვეყნიერების განსჯა, ამის შესახებ ორი სიტყვით ვიტყვით, ხო დაგკვირდით და ამიტომ ვიტყვი ასე რომ სწავლება ასეთია ქრისტიანული, ამას სხვაგვარად ესქატოლოგია ეწოდება, არა სწავლება სოფლის აღსასრულის შესახებ და უფლის მეორედ გამოჩინების შესახებ აგებულისხმება ასეთი სხეულებრივი თვალხილული გამოჩინება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხას უსვამთ უფალი ყველგან არის, როგორც აი სულიწმინდა არის, იგი ყველგან ყოველსავე აღავსებს, იგი ყველგან ხარ და ყოველსავე აღავსებს, ასე მიმართავთ ჩვენ სულიწმინდას მესამე ჰიპოსტასს, ყოვლად წმინდა სამებისა.
და უფალი მოვა მეორედ, ვიცით ჩვენ რა პირობებში მოვა, ჩვენ ნაწილობრივ ამ თემებზე ვისაუბრეთ, განვლილ კატეხიზმებზე რაღაც სხვადასხვა საკითხმა მოიტანა ამისი განმარტების საჭიროება. ახლა მოკლედ მოდით ვთქვათ და შევაჯამოთ, ჩვენ უფლის მეორედ მოსვლის შესახებ სწავლება გვაქვს ძირითადად ნაწილობრივ სახარებებში, 4-ივეში, უფრო ძირითადად სამსახარებაში დაწვრილებით გამახვილებული ყურადღება, ასევე გვაქვს იოანეს სახარებაში ნაკლებად არის ამ საკითხზე შედარებით. პირველ სამსახარებაში უფრო ფართოდ არის დაშლილი, ვთქვათ მათესაგან 24 თავში, ვთქვათ და ასევე შემდეგ მარკოსისა და ლუკას სახარებებში არის ასევე მე-13 და მე-17 თავებში ასე დიახ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ნათქვამი და შემდეგ არის ამის შესახებ ნათქვამი საქმე წმინდათა მოციქულთა მეხუთე წიგნი ახალი აღთქმისა, რაც ჩვენ გავიხსენეთ წეღანაი ანგელოსები, რომ ეუბნებიან მოციქულებს, რომლებიც ზეთისხილის თაზად განან უყურებენ ამავალ უფალს და შემდეგ არის ამის შესახებ კიდევ სწავლებები წმინდა მოციქულთა წერილებში, ანუ ეპისტოლეებში, როგორც კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლეებში, ასე ქვია რა. ამ ეპისტოლეებს არის კათოლიკე ეპისტოლე და არის ასეთი პირდაპირი ეპისტოლე მიმართული რომელიმე ვთქვათ ესეთი მრევლის მიმართ, სამწყსოს მიმართ, ანუ კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლე, ყველას რომ მიემართება და არის ესე განიყოფა და 14 და 7 ეპისტოლე არის, 21 ეპისტოლისგან შედგება ასე და არის აქ საუბარი უფლის მეორედ მოსვლაზე, თუ წმინდა პავლე მოციქულისაგან, თუ წმინდა პეტრესაგან, თუ სხვა მოციქულებისგანაც და ასევე ბოლო წიგნი ბიბლიისა და ახალი აღთქმისა საერთოდ 77 ნაწილი მთელი წმინდა წერილისა, რაც არის, სადაც არის მოთხრობილი, რომელსაც ბერძნულად აპოკალიფსი ეწოდება უფლის მეორედ მოსვლის შესახებ და წინანიშნები იქ არის ზოგადად ასეთი შეიძლება ითქვას, პირველ რიგში იქ არის მოცემული ზნეობრივი ნიშნები, აი რა ზნეობრივ მდგომარეობაში იქნება კაცობრიობა, ნუ იგულისხმება კაცობრიობის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი. და შემდეგ არის მოცემული გარე პოლიტიკური ვითარებაც, არის ასევე კერძო სახით მოცემული, თქვათ აი ეს პიროვნება რომ უნდა გამოჩნდეს, ჩვენ ნაწილობრივ ამაზე ადრე ვისაუბრეთ, რომელსაც ეკლესია უწოდებს ანტეს, ანუ ანტიქრისტეს, ცრუ ქრისტეს, რომელიც თავის თავს გამოაცხადებს მესიად მთელი მსოფლიოსათვის, პირველ რიგში ისრაელისათვის, ებრაელებისათვის, მაგრამ ამავე დროს ის აიძულებს მსოფლიოს რომ მიიღონ როგორც საყოველთაო მესია მასიახი და ის იქნება ბოლო 7 წლის განმავლობაში კაცობრიობის სამქვეყნიურ ისტორიისა ამ ქვეყნად და პირველი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში იგი ეცდება რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება როგორც პოლიტიკური ასევე რელიგიური, ხოლო დანარჩენი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში იგი დაიწყებს სასტიკდევნას იმათი, ვინც მას არ მიიღებს მესიად, ვინც ერთგული დარჩება ჭეშმარიტი მესიის, ანუ ქრისტესი და ვინც არ მიიღებს იმ ნიშანს, რომელითაც იგი დაიწყებს თავისი ერთგული ხასუსოვნება ყოფილობით ერთგული მონებისა. აი ამის შემდეგ უკვე ბიბლია ასკვნის ასე რომ გამოჩნდება უფალი სწორედ ზღრუბლებიდან მომავალი თავისი დიდი ძალითა და დიდებით ამ მრავალრიცხოვან ანგელოზებთან ერთად აი ისეთნაირად როგორც ამაღლებული უფალი იხილეს მოციქულებმა, ღრუბლებმა მიიფარა იგი ოსწელია სახარებაში ამაღლებისას და ასევე ღრუბლებიდან გამოჩნდება წერი. ახლა ეს ღრუბლებიდან გამოჩენა, ეს დედამიწაზე მოსვლა უფლისა ხილულად ეს ჩვენთვის არის, რომ ადამიანებმა აღვიქვათ, რომ აი ამ ქვეყნიური ღრუბლის და დედამიწის სივრცის გარდა კიდევ არსებობს ზეციური ცა, არსებობს იმ ქვეყნიური სამყარო და ამიტომ აი რაღაცნაირად ცა ასე დაკავშირებული არის პირობითად ჩვენს რაღაც ესეთ გამყოფ რაღაც ზღუდესთან, რომელიც აი ამ ქვეყნიურს და იმ ქვეყნიურს რაღაცნაირად საზღვრავს. თორემ ისე ჩვენ ასეთნაირად რომ ვთქვათ, სულიერი და ეს მატერიალური სამყარო ასე ერთმანეთში არის შერწყმული, შეიძლება ითქვას, თან არსებობენ. აი სხვათა შორის ასეთი რამ წერია თავის პირად ჩანაწერებში ეს გამოცემული არის თუ არა, ახლა ზუსტად მე არ ვიცი, ეს გადამიმოცმებია, მაგრამ აი აინშტაინს თავისი ამ ფარდობითობის თეორიის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა რაღაც კიდევ სხვა თეორიაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ვერ დაასრულა მან, მაგრამ მე ვამბობ იმ თავისი მოსაზრებებიდან, რაც არის მის ჩანაწერებში, რომ ის ასეთნაირად ასკვნის, რომ აი სულიერი სამყარო არის თან არსებობაში, აი მატერიალურ სამყაროსთან ერთობლივად, აი როგორც
უფალი კითხულობ სახარებაში, რომ დაკეტილ კარში, დახშულ კარში შედის, მოციქულებს ეცხადება. ანუ უფალი იყო იქ, მაგრამ აი ვერ ხედავდნენ მას მოციქულები და უცებ უფალი მათ ეცხადება. ანუ უფალის შორს კი არ იყო მათგან სადღაც ასე პრობლემებს მიფარებული და შორიდან კი არ ჩამოვიდა, ასე რომ ვთქვათ. აი უფალი მაგგვერდით იყო ისინი ხორციელი თვალით კიდე როგორც ჩვენ ასე ვუყურებთ სულიერ არსებებს, ვერ უყურებდნენ მას და ვერ ხედავდნენ. აი ამიტომ ეს სულიერი სამყარო ასეთნაირად ზაფხულად არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ როგორც ამას ცდილობდნენ რომ ასე წარმოვედგინათ ხალხს. აი ეს განსაკუთრებით პოლიტიკური ათეისტები შეიძლება ითქვას ასე. იმიტომ რომ შეიძლება ათეისტი ადამიანი იყოს, მაგრამ ასე მსოფლმხედველობრივად, ფილოსოფიურად, არა, შეიძლება ასე ვთქვათ, არისტოტელესეულად. მაგრამ და ასევე სხვა დიდი ფილოსოფოსები ახლა ვიცით ჩვენ ფილოსოფიის ისტორიაში არიყვნენ ყველანი იდეალისტები, იყვნენ მატერიალისტი ფილოსოფოსებიც, ახლა დიდი პირობითად, თუმცა ჩემთვის პირადად ფილოსოფოსი ახლა დიდი არ არის თუ ის იდეალისტი არ არის, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობრივი არჩევანი რა თქმა უნდა. მე ამ შემთხვევაში პატივს მივაგებ არა სხვის მსოფლმხედველობას, ანუ არა იმ მატერიალისტურ მსოფლმხედველობას, რომელიც პირველ საწყის, გონიერ საწყის ანუ ღმერთს უარყოფს. არამედ მის დამოკიდებულებას, მის წმენას შეიძლება ასე ითქვას, აი მასე კიდე ერთხელ ვამბობ, ვისაუბრებთ უფრო გაშლილად, ეს უფრო ესეთი რთული და ღრმა საკითხი არის. ერთმანეთში არ უნდა აუბრიოთ. აი ეს ესეთი სულიერი სამყაროს განმარტება ჩვენ უნდა გავიგოთ სწორად, რომ სულიერი სამყარო არსებობს ყველგან და იგი ყოველსავეს აღავსებს. აი კიდევ მეორე მეუფეოზე სათავსოს სხვაში რომელიც უკვე წარმოქმნილი იქნება 10 წლის შემდეგ სულთმოფენობის დასასწავლის მწუხრიდან რომ შენ ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ. ნახეთ სული წმინდა ყველგან არის იგი მოფენილი როგორც ვარდთა, როგორც იყო და რუსთაველი და არის ასევე მოფენილი კიდევ საერთოდ არაკეთილ ადგილებშიც ასე ვთქვათ, აი მართა და ნეხვთავი რადგან მზეს სწორად მოეფინებისას ასე გამოთქვამს ამას პოეტურად აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ასევე მზესთან ერთად ეს სულიერი მზეს სიმართლისა, როგორც არის ერთ-ერთი ეპითეტი მაცხოვრისა, უფლისა, ღმერთისა და აი ეს მზე მოეფინება ყველგან რას ნიშნავს, რომ იგი კეთილს ან ვარდს და არაკეთილს, ბოროტს, წყალობს. უფალი მოწყალია, მას საზოგადოდ ყველა უყვარს, მას ყველასთვის სიკეთე უნდა და იგი არ არის უსამართლო დამსჯელი, იგი არ არის უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ, ასე ვთქვათ, ახირებულად, ჩვენებურად რომ გამოვთქვათ, შურისმაძიებელი და ის არ არის ჩასაფრებული, რომ ადამიანი დაუღოს და ჯოჯოხეთში შემატოს მისი სული. პირიქით, იგი ყველაფერს აკეთებს, რომ ეშმაკმა არ წაიყვანოს არც ერთი სული. აი, საკითხი, რომელსაც ახლა მივადექით ჩვენ, ავიღოთ ასეთი გამოთქმა არსებობს, ჩვენ ვიცით, აი სხვის რწმენას პატივი უნდა სცეთ. წეგან ორჯერ გაკვირთ შევეხი ამ საკითხს, ახლა გავშალოთ. შემდეგ გადავიდეთ იმ პირველ კითხვაზე, რაზეც დაკვირდით, რაც შემოვიდა წინა კატეხიზმოში. ეს ალბათ ხშირად ხსნენიათ თქვენ, არა? სხვის რწმენას პატივი უნდა სცე და ეს აზრი გადასული არის ხოლმე ზოგჯერ ასეთ ყოფით საუბრებში, რაღაც გალექსებიც არის ზოგჯერ. ესე იგი კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე და ასეთი რაღაც გამოთქმები, სიმღერები, ლექსები და ეს ასეთი გაგებით ახლა უფრო შემოვიდა იმ ხალხში, ვინც ურწმუნო თაობებში აღიზარდა, ურწმუნო სისტემაში, ასე ვთქვათ, ეს იქნებოდა სკოლის სისტემა, ეს იქნებოდა საერთოდ პოლიტიკური საზოგადოებრივი სისტემა და ადამიანებმა ეს არასწორად გაიგეს. აი თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ შევეხეთ ადრე რამოდენიმე კატეხიზმოთი ადრე საკითხს, რომ აი ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი შედიოდა მეჩეთებში და იქ რომ შედიოდა, აი არასწორად არის მას შეგნებულად თუ შეუძლებლად გავრცელებული, რომ თითქოს იქ შედიოდა რელიგიური გზნობით, ანუ ლოცულობდა და ასე თანამონაწილეობდა თქვათ არაქრისტიანულ მსახურებებში და რელიგიური გზნობით შედიოდა, რატომ თორე წერია, რომ ის ეკამათებოდა მოვლენს, მაშინ მახსენეთ თუ გახსოვთ, აი უსწორებდა იქ ყურანის მცოდნებს და მათ აწმებდა ბიბლიის და განსაკუთრებით ახალი აღთქმის და სახარების სიმართლეში, ჭეშმარიტებაში. ანუ საზოგადოებრივ ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველგან შევიდეთ და ყველას რწმენას გარკვეულად რაღაცნაირად შევეხოთ, არა? მაგრამ აი ჩვენ გავაცემეთ თუ გახსოვთ, რომ იგი მუსულმანთა
მაჰმადიანთა უბნებში არ აძლევდა ღორის დაკვლის უფლებას, რომ არ გააღიზიანებათ ქრისტიანებს ისინი, ვინც ღორის ხოს უწმიდებლად მიიჩნევს და აჭამს. და ის პატივსცემდა რას ამ შემთხვევაში? აი ავიდოთ კარგად, აი დავით აღმაშენებლის მაგალითი და შემდეგ დავშალოთ ის თემა. ის ამ შემთხვევაში პატივსცემდა იმ თავისი თანამოქალაქეების, თავისი ქვეშევრდომების რწმენას, მაგრამ რომელ რწმენას სცემდა პატივს? ახლა ეს მოდით გავსაცხოთ. სიტყვა რწმენა, ანუ სარწმუნოება, არის ორმაგი მნიშვნელობისა. ანუ რწმენა როგორც ასეთი, როგორც სახელზმნა, რა, რომ ადამიანს წამს რაიმე, ანუ ეს მისი რწმენა, მისი აღმსარებლობა, მისი დამოკიდებულება, ანუ ის, რაც მას ჯერა, რა. როგორც კიდე პავლე მოციქული ამბობს, რწმენა არის ის, რომ რასაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ და წინასწარ გვჯერა ჩვენი გონებით, ჩვენ წინასწარ ვასწრით და ჩვენი გამოთვლით, ჩვენი ლოგიკური დასკვნით გვჯერა რაღაც, რომ აი ეს მოვლენა მოხდება აი ამ მოვლენების შემდეგ და რახან ეს ასია, ამიტომ ის ისეა, თქვათ, არა? აი მიზეზ შედეგობრივ კავშირზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ, ანუ ჩვენი რწმენა დაფუძნებულია, თქვათ, არა ასეთ რაღაც აბსტრაქტულ რაღაც იდეებზე, არამედ რაღაც ლოგიკურ დასკვნებზეც, რაც გამოცხადებული არის ბუნებაში, სამყაროს სახით, ბუნების სახით, დედამიწის სახით და შემდეგ აი ეს მოვლენები, რაც განვითარდა ქვეყნად, ისტორიის თვალსაზრისით, თუ ადამიანი სწორად შეისწავლის ამას, გარკვეულად დაეხმარება ის გაგებაში, რომ ქვეყნიერებას წარმართავს რაღაც უხილავი ხელი, რაღაც ლოგიკით მიმდინარეობს მთელი ისტორია და ეს არ არის რაღაცა ესეთი აბდაუნდა, ასე ვთქვათ, კაცობრიობის არსებობაში რაღაცა უთავბოლო მოვლენები, რომელსაც რაღაც კანონზომიერება არ ახასიათებდეს. ეს არის ისტორიოგრაფიული გაგება საფრთხო განგებულებისა და ასევე რწმენა, თქვათ, გამომდინარე თვითონ უფლის სიტყვიდან, რომელმაც თავისი ღვთაებრიობა დაამტკიცა სასწაულებით, თავისი მოძღვრებით, თავისი ქცევით, თავისი თავშეწირვით, ანუ სხვებს შეწირვით, თავისი შეწირვით და არასხვებისა და გამომდინარე უკვე მისი სიტყვებიდან რწმენა დაფუძნებული ნდობაზე, რომ უფალმა მანამდეც თქვა, ის რახან შესრულდა, ასევე შესრულდება ისიც, რაც ჯერ არ შესრულებულა. ანუ რწმენა სარწმუნოება, ანუ ეს არის ომონიმი, ასე ვთქვათ, არა, ერთ სიტყვას რომ აქვს ორი მნიშვნელობა, რომ არის ეს როგორც შენი პირადი დამოკიდებულება რაღაცის მიმართ, რაც შენი ჯერ არ უასია და რწმენა, რომ სარწმუნოება, როგორც დოქტრინა, როგორც აღმსარებლობა, როგორც სწავლება. ნახეთ? აი ორივე რწმენა ქვია, მაგრამ როცა ადამიანი საუბრობს, რომ ჩვენ სხვის რწმენას პატივი უნდა ვსცეთ, აქ იგულისხმება რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ სხვის რელიგიურ გრძნობას, სხვის სარწმუნოებრივ დამოკიდებულებას რაღაც მოვლენებისადმი, თუ პიროვნებებისადმი პატივი უნდა ვსცეთ, რა იგულისხმება აქ, ესე იგი ის, რომ შენ მას არ უნდა დასცინო, მით უფრო არ უნდა დააძალო ის, რაც შენ წამს და მას არ სწამს. მაგრამ შენ ამავე დროს პატივს ვერ ცემ იმას, იმ მოძღვრებას, რასაც ის მისდევს, მიჰყვება. ანუ თვითონ იმ სწავლებას, რაც შენი აზრით, შენი მოძღვრების აზრით განსხვავებულია და არასწორია. ნახეთ? აი როგორც ახლა დავით აღმაშენებელი თავის ცხოვრება მოგესალმებათ იბრძოდა ქრისტიანობის დაცვისათვის, ქრისტეს მცნებების უერგულესი ერთ-ერთი აღმსარებელი და დამცველი იყო მთელს თუ საქართველოში, მთელს კავკასიაში, არა? და მთელს შეიძლება ითქვას ახლო აღმოსავლეთში, იმიტომაც იყო მისი სახელი ესე განთქმული, მას სხვაგვარად უწოდებდნენ მესიის მახვილს და ასე ფარულ ბერადაც კი არის ის მოხსენიებული, როგორც ესეთი დიდი მორწმუნე და აღმსარებელი ქრისტეს სარწმუნოებისა და მებრძოლი უფლის სახელითა. და ამავე დროს იგი როგორც აღარ მაგალითები მოვიტანე თავისი თანამოქალაქეების რწმენას, ანუ მათ დამოკიდებულებას თავიანთი რელიგიის მიმართ სცემდა პატივს. და მათ დამოკიდებულებას და არა იმ რწმენას და იმ მოძღვრებას, რასაც მისდევდნენ მისი თანამოქალაქეები. ანუ დავით აღმაშენებელი ასეთი ქრისტიანი ამავე დროს ვერ იქნებოდა ყურანის პატივსცემელი, ის პატივსცემდა ბიბლიას, სახარებას, არა? ახლა ეს ნახეთ, ისევე როგორც ახლა ყურანის პატივსცემელი თავისთავად სახარებას ვერ ცემს პატივს, იმიტომ რომ აბა თუ სახარებას პატივს ცემს, მაშინ რა გამოდის, რომ ის ქრისტიანი უნდა გახდეს, არა? სახარების თემი მოძღვრება ის არის, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი.
ერთადერთი ღმერთი, სხოლაწმინდა სამების ჰიპოსტასი, ანუ გამოვლენა მოსული ნამქრად ადამიანის სახით, ღმერთი ხოს შესხული, ეს არის ქრისტე მაცხოვარი. და უხალი ამბობს, მე ვარ ერთადერთი გზა, ჩემს გარეშე არ არსებობს სხვა გზა, რა თქმა უნდა, მეორე ღმერთი არ არსებობს. თვითონ სიტყვა გვეუბნება ქართულში. ღმერთი, ანუ ღრმა და ერთი. და ამიტომ ბუნებრივია არაქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი, რაც არ უნდა იყოს ეს რწმენა რა, განსხვავებული სახარებისაგან, ვერ იქნება მიმდევარი ამავე დროს სახარებისა. მაგრამ ჩვენ ეს ამ შემთხვევაში წყლის სახარ როგორ არ გვიხარია, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანსაც სწამს უნდა რომ ყველას ისწამდეს. მაგრამ ქრისტიანებს არ ხასიათებდათ ის, რომ აი ზალით გადმოგვეყონა ჩვენ თქვა ქრისტეს სარწმუნოებაზე ვინმე ახლა არის ისტორიაში რაღაც ისეთი რომ თქვა მთაში აი წმინდა ნინოს დროს ალ მირიან მეფე მიხმარა მახვილი და ასე შემდეგ. ახლა ეს გამონაკლისი რაღაც შემთხვევების გამო ჩვენ ვერ განვაზოგადეთ ამას და საერთოდ მსოფლიოს მასშტაბით ვერ მივცემთ ასეთ მნიშვნელობას, რომ აი ქრისტეს სწავლება გაუცემდა ახვილითა და ცეცხლით და დაძალებით, ომებით და სხვების ხოცვით და არა, ეს ასე არ ყოფილა. პირიქით ქრისტიანობა გაუცემდა საკუთარი სისხლით, დაწყებული უფლის სისხლიდან, მოციქულების სისხლით, მერე მათი მიმდევრების და პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობისა განსაკუთრებით იღვრებოდა წმინდა სისხლი მოწამეთა, რაზეც დგას წმინდა ეკლესია ქრისტესი და ქრისტიანები აგერ ბოლო მე-20 საუკუნეშიც ბევრი დაიღვარა ქრისტეს ერთგულთა სისხლი და ასევე სოფლის აღსასრულამდე იქნებიან მოწამეები. ანუ ქრისტიანობაში არ დევს ის მუხტი, რომ აი ძალით მოვაქციოთ ჩვენ ვინმე ქრისტეს სწავლებაზე. ამდენად ქრისტიანობა უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ სხვის რელიგიურ გრძნობებს პატივს სცემს, მაგრამ არა იმ სხვის რელიგიას, რასაც ეს გრძნობები მიემართება. ეს ცოტა ისეთი რთული გასაგები საკითხია და იმედია რომ სწორად ვხსნი ამას, იმიტომ რომ შესაძლოა არ ყოფნის მე არც სიტყვათა მარაგი და არც ესეთი ლოგიკა ამის ახსნისა და მჭერმეტყველება რომ ეს გადმოვსეს სწორად, მაგრამ იმედია მივხვდით არა? ანუ ჩვენ სხვის გრძნობებს, როგორი გრძნობაც არ უნდა იყოს, სხვის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცეთ, რომ არ დავამციროთ, იმიტომ რომ დღეს ის თუ თქვათ არასწორ დამოკიდებულებაშია ჭეშმარიტებისადმი, ხვალ შეიძლება შენზე უფრო სწორ დამოკიდებულებაში აღმოჩნდეს უფალთან, თავის კი გასწიროს ჭეშმარიტებისათვის და შენ კიდევ უღალატო იმ რწმენასაც კი რაც შენ გაგაჩნია, ანუ იმ რაღაც დონეს შენი რწმენისა, იმ სიძლიერეს. ამიტომ არ შეიძლება რა თქმა უნდა სხვათა რწმენის დაცინვა, არ შეიძლება ანუ სხვათა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ შეიძლება, აი ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ამავე დროს შეგვიძლია დავალდებულნიც ვართ სხვა არასწორი სარწმუნოება, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, გავაკრიტიკოთ ასე ვთქვათ, აი ვამხილოთ, დავასაბუთოთ, ავხსნათ, აბა ეს არის თეოლოგიის არსი. ეს არის აღმსარებლური დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი, მაგრამ ამავე დროს მშვიდობიანი რა თქმა უნდა. და არა ის ეკუმენისტური გაგება, რომ რაზეც ჩვენ აწმებები ვისაუბრეთ, გახსოვთ, როცა ეკუმენიზმის თემა მოვიხილეთ, რომ რაღაცა ხელოვნური ცნბილობა მსოფლიოს ყველა აღმსარებლობის, მათ შორის სატანიზმისაც შეერთებისა და დაახლოებისა, ისე რომ ესე იგი სიცრუე და სიმართლე ერთმანეთში აღილიოს და ყველა ერთმანეთის სარწმუნოებას, ანუ ერთმანეთის მთავარ რელიგიურ წიგნს ცეს პატივი. არა, ბატონო, ასეთი რამ არალოგიკურია. ეს არც უნდა მოვიდეს სერიოზულ ადამიანს თავში ესეთი რამ, იმიტომ რომ ახლა თქვათ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითი გახსოვთ პროტესტანტიზმთან დაკავშირებით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს პროტესტანტიზმი არ ცნობს როგორც სიწმინდეს, არა? და ახლა მართლმადიდებელი პროტესტანტიზმს თვითონ მოძღვრებას ვერ ცემს პატივს, პროტესტანტებს პატივიც უნდა სცეს და თავის უნდა გასცეროს მათთვის და ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა განვარჩიოთ რჯულის მიხედვით, როცა ადამიანი საჭიროებს დახმარებას, წყალობას და მისთვის სიცოცხლეც კი უნდა გავიღოთ ჩვენ, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ ვიქნებით ერთდროულად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივის მიმგებლიც და ამავე დროს არ მიმგებლიც. ესე იგი ჩვენთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კიდევაც არის ანგელოზებზე აღმატებული და კიდევაც არ არის. ანუ ასეთი რამ არ შეიძლება რომ ვთქვათ, ან არის და არ არის, არა ზოგადად რომ ვთქვათ თეორიულად და ჩვენთვის ანუ მართლმადიდებელთათვის კათოლიკეებისთვისაც, რასაც კათოლიკეებს უწოდებენ და შეკითხვა სწორედ მათ მიემართებათ, აი ეს პირველი შეკითხვაც უნდა განვიხილოთ. ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და კიდევ უფრო მეტად არის პატივცემული, ასე ვთქვათ, ეს უკვე სხვა საკითხია, მეორე კვირდროსობამდე წმინდის ზოგჯერ მათი თაყვანისცემა. და ახლა ეს რწმენა ვერ მორიგდება იმ რწმენასთან, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვეულებრივი ქალია, რომელიც არ უნდა გამოარჩიოთ და მას განსაკუთრებული პატივი არ უნდა მივიღოთ. ხედავთ? აქ ვერ მოვიგდებით, ბუნებრივია, თუმცა ხას უსვამ.
რომ პროტესტანტის, მართლმადიდებლის და კათოლიკის ერთდროულად შეიძლება ცხოვრობდეს ან ერთ უბანში, რაღაც ერთ კორპუსში მეზობლების კი იყვნენ ერთმანეთის, მაგრამ მათ შეუძლიათ და კიდევაც უნდა შესთავაზონ ერთმანეთს თავიანთი წმენა, ბუნებრივია, შენ რაც გწამს, ის მიგაჩნია ჭეშმარიტებად და თუ შენ ჭეშმარიტებად მიგაჩნია ის, რაც გადამჩენელი და დიდი მნიშვნელობის, გადაწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, რა თქმა უნდა, შენ გინდა რომ ყველას ასე სწამდეს. ეს ბუნებრივია, აი არ მოუკვდეს ადამიანს, რომ დადის თავის მშულს აღწელებს, აი ზოგი კარზე უკაკონებს, შედის გადაგეს. ეს აგრესიას არ უნდა იწვევდეს შენში, იმიტომ რომ შენს თუ ჭეშმარიტი მორწმუნე ხარ, შენს ასე უნდა იქცეოდე. აი უფალი როგორც ეუბნება მოციქულებს არა, აი ამაღლების თემასთან დავაკავშიროთ, ასევე მათესაგან სახარებაში დასასრულს ხომ არის, რომ წარვედით და მოიმოწაფეთო ყოველი წარმართლიო, რა? ანუ ყოველი წარმართები მოაქციეთ და შემდეგ მონათლეთ ისინიო და მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, აი ბოლო სიტყვები მათესახარების ხო ეს არის. ანუ აი უფალი რომ გაშორდა ამაღლა ზეცად, აი ეს სიტყვები დაუტოვა მოციქულებს, რომ თქვენთან ვარ, თქვენთან ვიქნები ყოველთვის. ანუ უფალი უკვე არახორციელად, არახიურად, არა ესე იგი თევზისა და თაფლის მჭამელი, მაგრამ აი ჩვენთან არის ის როგორც ქვეყნიერების შემქმნელი, როგორც ყველგან მყოფი. ამიტომ აი სხვადასხვა რჯულის ადამიანმა ერთმანეთში ბუნებრივია უნდა კიდევაც ისაუბრონ, რა თქმა უნდა, არა ჭკუებით, არა ერთმანეთის შეუმაცხყოფით, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ადამიანური კულტურა არის, რომ აი შენ ადამიანს გადასცე შენი აზრები, შენი სარწმუნოება აუხსნა და ისიც თუ თავსაც გადმოგცემ, შენ არ უნდა გამიზიანდე. აი შენ რაღაც ეს ფანატიკურ იმაში არ უნდა ჩავარდე, რომ აი შენ რას ქვია ამას მიბედავ და ჩემი მამაპაპის ჯგუფში აურაცხყოფ და ასეთი რამ არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ ჩვენ უკვე ცოტა ესეთ ამაღლებულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, აი ზეგან ფილოსოფია რომ ვახსენეთ, რომ ფილოსოფიაშიც აი ორი კლასიკური მაგალითია, რა ძირითადად რითაც განიყოფა ეს ფილოსოფიური აზრი, ეს არის ის, რომ აი მატერიალიზმი ქვია იმ მოძღვრებას, რომელიც სამყაროს პირველ საწყისად არ აღიარებს იდეას და იდეალისტური ფილოსოფია არის ის, რომ აი იყო ჯერ იდეა, ანუ იყო გონი და არის გონი შემოქმედი მაღალი ინტელექტი, უმაღლესი შემოქმედი სამყაროსი, რომელმაც შექმნა მატერია. და ამ აზრის მიხედვით არის გაყოფილი ძირითადი ორი მიმართულება ფილოსოფიაში. ამიტომ ახლა მატერიალისტი და იდეალისტი ეს მსჯელობა უკვე ფილოსოფიურ პლანში რო გადავიტანოთ, ვერ მორიგდება ერთმანეთში. ვერ მორიგდება როგორ? აი ვერ მორიგდება ფილოსოფიურად, მაგრამ ადამიანურად ისინი შეიძლება მეგობრებიც კი იყვნენ. აბა რატომ ახლა თუ ახლა თქვენ სარწმუნოებაში სხვანაირად არის, თქვათ ახლა შენ რომ დამეგობრდეს შენს არამართლმადიდებელთან, კი ბატონო, შეიძლება ესეც, მაგრამ ახლა შენ მასთან თქვათ რელიგიურ კავშირში არ ხარ და თქვენი მეგობრობა სრულყოფილი ვერ იქნება. აი მეგობრობა იმ გაგებით რომ შენ მოყვასი უნდა იყო ყველას სიკეთე უნდა გაუკეთო, ამ გაგებით რა თქმა უნდა ჩვენი მოვალეობაც არის. ისე როგორც უფალი განმარტავს, თუ რა არის მოყვასია ის ვინც სიკეთეს უკეთებს სხვას, აი სხვა იქნება თუ არა შენი მოყვასია ეს მისი გადასაწყვეტია, შენ კი ყველას მოყვასი მაინც უნდა იყო. ისე როგორც უფალმა მაგალითი მოგცა, რომ იგი ყველას წყალობდა, ყველას ყურნავდა, აი სამარიტელი მოაქცია, მიუხედავად იმისა, ის არ იყო მართლმსარებელი, ანუ მართლმადიდებელი იმდროინდელი და უფალი სხვებსაც წყალობს, ვიდრე ებრაელებს, თავის შვილებს, თუმცა ხას უსმავს, რომ აი მე მოვედი ჩემი შვილებისათვის პირველ რიგში ჩემი ერისათვისო. დიახ. და აი ეს კარგად უნდა გავიგოთ, ანუ მატერიალისტი და იდეალისტი ადვილად იმეგობრებს ერთმანეთთან, იმიტომ რომ მათ შორის არ არის რელიგიური კავშირი, ახლა თანალოცვად ასეთი რა მათ ამ შემთხვევაში არ შეეხება, თუ მარტო ფილოსოფოსებად არ შედგენ ისინი. და მათ რა თქმა უნდა ექნებათ ერთმანეთში საუბრები აზრთა გასვლა-გამოსვლა, მაგრამ იდეალისტი ფილოსოფოსი ცემს პატივს მატერიალისტს, მაგრამ მატერიალიზმს რა თქმა უნდა ვერ ცემს პატივს. ისევე როგორც მატერიალისტი, როგორც იდეალისტი მეგობარს შეიძლება თან გადაყვეს და თავის კი გასწიროს მისთვის, მაგრამ მატერიალისტი თუ იდეალიზმს უკვე როგორც ფილოსოფიის დოქტრინას პატივს ცემს, ეს ნიშნავს, რომ ის იდეალისტი არის მაშინ და მატერიალისტიც ხარ და იდეალისტიც ერთდროულად, ასე ვთქვათ, არა? ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ ხარ იდეალისტი ან არ ხარ. ან ხარ მატერიალისტი და ან არ ხარ. ანუ შენ ან აღიარებ სამყაროს შემოქმედს, ან არ აღიარებ. აი ასეთნაირად შევეცადე გადმოვეცადე ეს აზრი და ახლა გადავალ იმ კითხვაზე, რაც გაგბედით. რასაც გაგბედით, ანუ კითხვა არის ასეთი, რას ფიქრობთ
ვალიდურია ასეთი სიტყვით მწერს შემკითხველი ვალიდურია თუ არა კათოლიკური მსახურება ანუ არის თუ არა მაგალითად მათი ზიარება ნამდვილი ზიარება დიახ აქ ჩვენ გავაკეთეთ რა ესეთი შედარება და შესავალი ახლა გადავდივართ ამ კითხვაზე და უფრო გასაგები გახდება მანამდე კიდევ პატარა შესავალს გავუკეთებ ასეც რომ კითხვა ამ შემთხვევაში მთლად ზედმიწევნით არ არის დასმული შეიძლება ითქვას მე სასაყდროდ კი არ ვამბობ უბრალოდ აი აზრი რომ დავხოცოთ უფრო რას გულისხმობ რომ აი აქ როდესაც ეკითხებიან პიროვნებას რომ რას ფიქრობთ ანუ კერძო აზრი აინტერესებს ადამიანს სასულიერო პირისა რაღაც დიდ ესეთ საქმისმეტყველო საკითხზე ჩვენ ადრე ვთქვით განაგებებში თუ გახსოვთ რომ როდესაც ჩვენ ვხვდებით მორწმუნენი ჩვენს პირად აზრებს, ჩვენს შეხედულებებს, მოსაზრებებს ტოვებთ ეკლესიის ზურმზე თქვა ასე ვთქვი ზუსტად სიტყვასიტყვით მახსოვს და ჩვენ შევდივართ უკვე საერთო მოძღვრებაში. ანუ როგორც წამს ჩვენს ეკლესიას იმ კრებულს, რომელშიც ჩვენ ვერთიანდებით და რომლის რწმენითაც ჩვენ ვინათლებით, აი ჩვენს იგივე წამს. ანუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ისეთნაირად წამდეს და გვერდოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავდივართ ამ კრებულიდან და ჩვენ არ ვართ იქ, არა? და ახლა შეკითხვაზე კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ მე როგორ მიმაჩნია პირადად, არამედ როგორ მიაჩნია იმ ეკლესიას, იმ აღმსარებლობას, რომელსაც მე მივეკუთვნები და მით უფრო რომლის მსახურადაც ვარ მე დადგენილი. ანუ მე ვარ მართლმადიდებელი სასულიერო პირი, უვირსი, მაგრამ მართლმადიდებელი, ანუ ღმერთის სწორად მადიდებელი, თუმცა მე თვითონ უვირსი პიროვნება სამწუხაროდ ასეთი სწორი დიდებისათვის და როგორც მართლმადიდებლობა უდგება ამ საკითხს, აი მეც ისე უნდა მივუდგე, იმიტომ რომ ახლა მე რომ გამოვიდე და რაღაც ჩემი მოსაზრებები გამოთქვა და ჩემი პირადი რწმენა დავაყენო უფრო წინ, ვიდრე საზოგადო მართლმადიდებლური რწმენა, ასეთ შემთხვევაში ეს საეკლესიო გაგებით დასჯებიც არის, სულიერი გაგებით რა თქმა უნდა არაფიზიკურად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არა ვარ მაშინ იმ კრებულის სრულყოფილი წევრი, თქვა როგორც ეს მართლმადიდებლობას მიაჩნია აი ეს საკითხი და როგორ მე თუ რაღაც განსხვავებულად მწავს, მაშინ უნდა შევიცვალო მე აღსარებლობა და გადავიდე იმ აღსარებლობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა აღსარებლობა თანაბარია და რაღაცა ახალი რელიგია უნდა ჩამოყალიბდეს. აი ეს ცდილობა არის, სწორედ ეს ეკუმენისტური რელიგიის ჩამოყალიბება. მნიშვნელობა არ აქვს ახლა შენ როგორ წამს, რა გწამს. მოდი ამ თავარია რომ მეც ხომ აღიარე. ამიტომ მოდი შეშენებულად იწუნე, მე შენებულად ვიწუნე, გადავხვიოთ ხელი ერთმანეთს და მოდი ერთად ვილოცოთ. აი ეს არასწორია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საწმლებისადმი ეს არის უკვე განურჩევლობა, ეს არ არის უკვე რწმენა. ეს არ შეიძლება იყოს რწმენა, იმიტომ რომ რწმენა შეიძლება იყოს მხოლოდ შენს პირად დარწმუნებულებაზე აგებული და შენ თუ დარწმუნებული არ ხარ შენს სარწმუნოებაში. მაშინ დავარანაირი მორწმუნე ხარ, არა, ჯერ არ ხარ მორწმუნე, მაშინ თავი უნდა შეიკავო შენ იმისაგან რომ გამოაცხადო შენ თავი მორწმუნე და შენ ჯერ უნდა გაერკვე მოვლენებში და აი იმ საკითხებში, არა? და შემდეგ თუ ხდები შენ ასე სრულყოფილი წევრი ეკლესიისა, მაშინ კეთილი უნდა იყო და გაეცნო შენ იმ თავარ მოძღვრებას, რომელსაც შენი ეკლესია ეკუთვნება. ამიტომ ახლა ადრე ჩვენ ვთქვით, რომ სამწუხაროდ მართლმადიდებლობაში მოხდა, ანუ სოფლიო იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. ქრისტიანობაში საუბრობ ბუნებრივია ეს და სხვა რელიგიებზე. დიდი ასეთი ზოგი განხეთქილებას უწოდებს, თუ ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ეკლესიოლოგიურად არის გამოყოფა. ანუ ერთი ნაწილი გამოეყო მეორეს. ეკლესიის ერთი ნაწილი დადგა რაღაც ასე მიღმა და სხვა ნაწილი კიდევ დარჩა იმ რწმენაში, არა? და ახლა ჩვენ თუ გამოვადევნებთ თვალს ჩვენ მართლმადიდებლებს, ასე გვწამს და მჯერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დადგა ძველ გზაზე, არ გადაუხვევია არსად და აი სხვა ეკლესიები მას გავუეყნენ. აი როგორც აღარ ვთქვი მე რომ 12 წევრში წამსისა თუ ერთ-ერთში მაინც ჩვენი რწმენა განსხვავდება იმ 12-თაგან ვინმესაგან, არა, ეს უკვე აღარ არის მართლმადიდებლური რწმენა. ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლობა ამას ასე ასწავლის. ასე ასწავლის ამას ყველა წმინდა მამა. ის ყველა ის სვეტი ეკლესიის, რომელზედაც არის დაფუძნებული, დაშენებული ეკლესია უფლის მოძღვრებაზე, რა თქმა უნდა, და ისინი უფლის მოძღვრებას გადმოსცემდნენ. ჩვენ ასე გვწამს ყოველ შემთხვევაში და ამიტომაც ვაღიარებთ იმ ამებს და პატივს მივაგებთ. ამიტომ ახლა თუ ერთ საკითხშიც კი სხვაობს,
არა რაიმე რწმენა აი ამ აღსარებლობასთან, რასაც მართლმადიდებლობა ეწოდება, უკვე ის აღარ ითვლება მართლმადიდებლობა. ახლა სხვაობს ერთ საკითხში, ორში თუ თქვათ რამდენიმეში, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კი, მნიშვნელობა აქვს იმ გაგებით, რომ თუ ერთ-ორ საკითხში განსხვავება ადვილად მოსაგვარებელია ეს საკითხი შედარებით, ვიდრე ახლა თქვათ რაღაც ათეულ საკითხებში იყოს განსხვავება. სხვათა შორის ასე მე-18 საუკუნეში იყო ესეთი კათოლიკოსი ქართლისა ბესარიონი ორბელიშვილი ვარა, რომელსაც აქვს ესეთი ტრაქტატი დაწერილი, გრდემლი ეწოდება, სადაც ის განიხილავს ძირითადად აი საკითხებს, რომლებშიც დასავლეთის ქრისტიანობა, ანუ კათოლიციზმი, რასაც ქვია დღევანდელი ენით, სხვაობს აღმოსავლეთის ეკლესიასთან, ანუ მართლმადიდებლობასთან. ეს ნაშრომი ადრე წავიკითხე, აი ათეულების წლებით ადრე და იქ თუ არ ვცდები, დაახლოებით 38 საკითხია ჩამოთვლილი. აი რაშიც აი ძირითადად საკითხები, რაშიც სხვაობს რომისა და კონსტანტინოპოლის ქრისტიანობა ერთმანეთისაგან. ახლა პატარა ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, ჩვენ მე-9 საუკუნეში ესპანეთში ბლებმა დაიწყეს ასეთი წამსის ინცერულის სხვანაირი განმარტება, რომელიც ეხება სულიწმინდის გამომავლობას. და სულიწმინდა უფალიდაც ხოლოს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, აი რაც ესე ჩაიწერა წამში პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და ყველა მოაწერა ამას ხელი, მსოფლიოს ყველა მეთაურმა, მათ შორის რომის პაპი პირველი აწერდა ამას ხელს. და შემდეგ აი ამ სიტყვებში მოხდა, ესე იგი, ასეთი რაღაცნაირი მიმატება, რომ სულიწმინდა მამისაგან და ძისაგან, აი ძისაგან ეს პატარა ესეთი ჩანამატი, რასაც ფილიოკვე, ასე ლათინურად ასე ქვია, თეოლოგიის ენაზე, იქნა მიმატებული, აი მან გამოიწვია გზარი თავიდან და აი მე-9 საუკუნიდან ეს ასე მოდიოდა მე-9 საუკუნეში, შემდეგ აი რომში გადმოვიდა ეს სწავლება და მე-11 საუკუნეში მოუძლავდა ეს სწავლება და აი ამის გარშემო ცხარე დისკუსიები გაიმართა. ახლა იცით ეს ისეთი რთული საკითხიც არის ერთი მხრივ, რომ ადამიანს ბოლომდე ახლა ვერ გააგებინებ რა თქვა აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას რა, მაგრამ ნახეთ ეს წევრი წამსისა სულიწმინდა უფალი რომ მამისაგან გამოვალს, ეს არის თვითონ უფლის სიტყვებიდან აღებული. უფალი ეუბნება თავის მოციქულებს და მე მოგივლენთ თქვენ სულიწმინდას, რომელიც მამისაგან გამოვალს. აი ეს ფრაზა სახარებიდან არის აღებული, ისევე როგორც წამსის 12-ვე წევრის, ამ 12-ვე წინადადების აგებულება აღებული არის შინაარსობრივად სახარებიდან. ეს არ არის რაღაც წმინდა მამების მოფიქრებული, ზოგს ასე გონია, სექტანტებს სხვათა შორის ასე გონიათ, რომ ჩვენ სექტანტებს ასე ვეძახით იმ მიმდინარეობს, რომლებიც მართლმადიდებლობაში არ არიან და ისინი ჩვენ ვიძახიან სექტანტებს თქვათ რა. მათი აზრით ჩვენ ვართ სექტანტები, ამიტომ ახლა ადამიანურად ეს კი არ უნდა ვწმინდეს ჩვენ, მაგრამ აი ეს თქვათ რაზეც უკვე ვისაუბრეთ, აღარ გამეორდები. ეს ჩვენი დამოკიდებულება არის, არა? და აი ეს საკითხი რომ აი წმინდა მამებმა თუნდაც დიდმა მამებმა სასწაულოებმა მამებმა კი არ შეადგინეს წამსი რაღაც ეს ადამიანური მოძღვრება კი არ არის ისინი დასწრდნენ როგორც კარგად მცოდნი საფუძველისა და აი 12 ძირითადი ესეთი ფრაზა ამოიღეს უფლის სწავლებიდან რაც არის კრედო ასე ვთქვათ ლათინურად ვთქვათ საწმუნოების ანუ საფუძველი რაზეც არის დაფუძნებული აი დოგმატიკა ეს არის როგორც საფრისთვის წარმოვიდგინოთ საძირკველი კანონიკა ანუ კანონები საეკლესიო და სამართალი ამავე დროს ეს არის კედლები ან სახლისა ხოლო სახურავი ეს არის ზნეობა მორალი აი რაზეც არის დაფუძნებული ეს ძირითადი სამი არის ეს საფუძვლის კედლებისა და სახურავის სახით როგორც ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიმბოლურად მთელი ეს საფრთხო სახლი ანუ საფრთხო სახლთმშენებლობა ქვია სხვაგვარად წმინდანები ამ ტერმინსაც იყენებენ და აი სულიწმინდის შესახებ სწავლებაში ასეთი დამატება შევიდა და აი ეს დამატება არ მიიღო აღმოსავლეთის ეკლესიამ რატომ ახლა მოკლედ რომ გითხრათ იმიტომ რომ ესე იგი თუ ჩვენ ვიტყვით რომ სულიწმინდა ძისაგანაც გამოდის მაშინ გამოდის ორი საწყისი ორი სუბსტანცია ანუ ორი ღმერთი გამოდის არა ღმერთი ერთია ყოვლადწმინდა სამება ძე ღმერთი იშვების მამისაგან ხოლო სულიწმინდა გამოვალს მამისაგან ისევე როგორც აი მზე სინათლე და სითბო სინათლე იშვება მზისაგან სითბო კიდე გამოდის მზისაგან ჩვენ თუ ვიტყვით რომ სითბო სინათლისაგან გამოდის აი შემატება ვიწყებთ და ეკლესია ამაზე ყურადღებას ამახვილებდა ყოველთვის და ეს დამატება არ მიიღო ამიტომ აი ეს ერთი საკითხი იყო თავიდან ესეთი პირველი საკითხი რომელიც განასხვავებდა უკვე აი ამ წმენას ორ მიმართულებას შორის და სამწუხაროდ ეს ნამტრალი
თანდათანობით გაღრმავდა იმის მაგივრად რომ ეს საკითხი დადებითად გადაეწყვიტათ, იმის მაგივრად რომ არაფერი შეეტანათ ცვლილება იმ წამში, აღარ აუცილებლობა იყო, ამის ამით მით უფრო თუ ეს განხეთქილებას გამოიწვევდა და სამწუხაროდ ეს განხეთქილება მორწმუნეთა შორის მოხდა და ეკლესიაში განხეთქილება ხდება, მაგრამ ეკლესია არ გამიხეთქება, კიდე ხალხს უსვამ. ეკლესიიდან გამიხეთქებიან, ამ ეკლესიას გამოეყოფიან. და აბა აი ჩვენი დაცემულობა კაცობრიობის ბუნებისა, ჩვენი აპარტავნება, ჩვენი რაღაცა ესეთი კეთმაღლობა, პირველობის მოყარეობა, რომ აბა ახლა წარმოგიდგენიათ რა აჯობებდა იმას, რომ აი ქრისტიანობა იყოს მთლიანი, ერთიანი, მსოფლიო მასშტაბით და ქრისტეს ეკლესია ერთიანი ძალით გადაგებდეს, კი არ იბრძოდეს და კი არ ებრძოდეს სხვას და კი არ კლავდეს და ნაგურებდეს, მაგრამ სულიერ ბრძოლაში იყოს, ასე ვთქვათ, არასწორ სწავლებებთან, ერესებთან, რასაც ეკლესია უწოდეს, მწვალებლობებთან ზოგადად ენით და ეს ამხელა ბედნიერება იქნებოდა რა. აი ერთიანი რწმენა რო არ იყოს ასეთი დაყოფა, რომ მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი ეს ის და ასე შემდეგ და რამდენი ათეულობით ასეთი მიმდინარეობა არის უკვე მე დაყოფილი და იმის კიდე გამოყოფილი და უკვე დღეს აი ასეულობით რაღაცა ესეთი მიმდინარეობა რაღაცა ქრისტეს სახელით და სახალების სახელით საუბრობენ ამას, თორემ ახლა გავსაუბრობ ჩვენ იმათ შესახებ, ვინც ბიბლიის მოძღვრება უბრალოდ არ იცის, არა, იმათ ჩვენ არც გამჟით ჩვენი პირიქით ვალია, ჩვენ მათ ვაუწყოთ, აი როგორც უფალი ეუბნება მოციქულებს, ჩვენ როგორც მოციქულთა სულიერმა მემკვიდრეებმა უნდა ვაუწყოთ, მოწაფოთ ყოველდღე წარმართნი და მე მოუნათლოთ და აი ჩვენს სულიერ ოჯახში მივიღოთ ძმებად და დებად. დიახ, უფალი ჩვენ ამას გვიქადაგებს, სიყვარულს გვასწავლის და არა, რა თქმა უნდა, ასეთნაირად ვინმეს შეურაცხყოფას და ძალადობას მით უფრო, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ეს შეუგებელი რამე არის. ქრისტიანობა სწორედაც დგას სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული სწორად გაგებაზე, რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის განურჩევლება. სიყვარული პირველ რიგში ჭეშმარიტების მიმართ და აი ამ ჭეშმარიტებაში მოქცევის ხარისხი არის დამოკიდებული ჩვენი სიყვარული. თუ რამდენად გვინდა ჩვენ ადამიანს ჭეშმარიტებაში მოვაქციოთ, იმიტომ რომ ჭეშმარიტებაში მოქცევას არ არის რაღაცა სასურველი რამ, ხოლო ეს აუცილებელია, იმიტომ ხალი ამბობს, ვისაც ჭეშმარიტება არ ასწამსო, იგი დაიჯებაო, აი გახსოვთ არა მისი სიტყვები რომ და თუ ვინც მოინათლება და სხონდეს ვასი მოკლედ ამბობს უფალი, არამედ კიდევ უფრო მოკლედ გადმოცემ და ვისაც არ ასწამსო, დაიჯება და აწვე დაჟილას, რამე თუ ჭეშმარიტება არ ასწამსო, ხედავთ? და უკვე დაჟილია ის რომ ჭეშმარიტება არ ასწამსო, სხვა შემთხვევაში უფალი მკვდრებს ადარებს, გახსოვთ არა, როცა ეუბნება ადამიანი წავალ და ჯერ შემდგარ მამას დაუმარხავ და შემდეგ მოვალ და შენ შემოდიდგები. ანუ შენ გამოყვები, შენ მოწაფე გავხდები და უფალი ეუბნება დააცადეო ეს მკვდარი, შენ მამა, ანუ შენ მკვდარი მამა, მკვდრებმა დამარხონო. ანუ საუბრობს მეზობლებზე, იმახვილებზე, ნათესავებზე, რომლებიც ფიზიკურად ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ახალი სიმართლეთან არ იყვნენ და ჭეშმარიტებას არ ეძიებდნენ. და ბუნებრივი არც იყვნენ ჭეშმარიტებაში ამის გამო, არა, მათ უფალი მკვდარს უწოდებს, ანუ სულიერად მკვდარს. და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ როგორც წამს, რომ ადამიანი ქრისტეს სახარების გარეშე სულიერად მკვდარ მდგომარეობაში იმყოფება, ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ისევე როგორც ექიმი ცდილობს ადამიანი მოასულიეროს, გამოაცოცხლოს, ჯანმრთელობა მისცეს მას. აი, მხოლოდ და მხოლოდ ეს. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვშევით უფლის მოწაფეებად მხოლოდ. ანუ დავუბრუნდეთ იმ თავის საკითხს. მაპატიეთ ხოლმე ესე გადახვევა, იმიტომ რომ ბევრ საკითხს სულს ასე რაღაცნაირად გავამახვილო ყურადღება და ასე ძნელია, რომ მაინც და მაინც რაღაც ერთი საკითხი ესე დაგიგმო და იმას მიხვე, იმიტომ რომ თვალისწინებ, რომ მსმენელი სხვადასხვაგვარია. არის ვთქვათ უკვე ჩამოყალიბებული მორწმუნე და არის ასევე დამწყები, არის ვთქვათ თუნდაც ისეთი, რომელმაც ჯერ ამიდა ბანიც არის ის აწმლების ამიტომ ვცდილობ რაღაცნაირად არც ერთი დავტოვო სულიერი საზრდოს გარეშე. ანუ აი იმ საკითხმა რაც მოვიხილეთ სულიწმის გამომავლობის საკითხმა ხომ გამოიწვია სხვადასხვაობა. ახლა კი ეს უფრო ძნელად გასაგებია, მაგრამ ავიღოთ მეორე საკითხი, რომელიც უფრო ახლო ადვილად გასაგებია და ჩვენთვის ახლობელია უფრო ასე ვთქვათ. ეს საკითხი რა რატომ არის ახლობელი? იმიტომ რომ ეს შედარებით უფრო ადამიანთან არის დაკავშირებული, კერძოდ რა საკითხია, ახლა პირველი საკითხი ღვთის სულიწმიდასთან არის, ცოტა რთული ასაცნელია, მაგრამ აი მაგალითად არის ასეთი საკითხი, რომელსაც ეწოდება პაპიზმი. აი შემიძლია ვთქვა, რომ ასეულობით თუ ათასობით არა, ალბათ უფრო ასეულობით კათოლიკეს, ანუ აი რასაც კათოლიკეს უწოდებთ ჩვენ, კათოლიკე ქრისტიანს შეხვედრივარ და განსაკუთრებით აი ბოლო წლებში და მიგრაციის წლებში და არ შემხვედრია არც ერთი კათოლიკე, ეს იქნება უბრალოდ ესეთი რიგითი წევრი, მორწმუნე კათოლიკე თუ თეოლოგი თუ სასულიერო პირი, ანუ ესე იგი მღვდელი, დიაკონი, ღვთისმსახური თუ ეპისკოპოსი, ასე ვთქვათ, კათოლიკე, რომელიც
რომელიც გაამართლებდა პაპიზმს. აი პაპიზმი რას ქვია და ჩვენ ადრე ნაწილობრივ ამაზე ვისაუბრეთ, რომ რომის პაპს უნდა დაემორჩილოს მთელი საქრისტიანო, ასე მოკლედ ვთქვათ. და უფრო მეტად აი რიგით მოწმეებს კათოლიკეებს ამ საკითხზე ეს ეღიმებათ კიდევაც, იმიტომ რომ აი დღეს აუცილებლად კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, რომ ეს სწავლება დოგმატის რანგში აყვანილი ხასუსვა არის არასწორი. ეს არის კაცობრიური აზრის შენარები ან საფრთხე მოწმებაში. რატომ ახლა? იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სწოდოსო. ანუ ადამიანი არ არსებობს, რომ არ სწოდავდეს და რომის პაპის ადამიანია რა, არ შეიძლება შეცდეს, მე უფრო ისტორია გვაჩვენა ჩვენ წმინდა პაპებთან ერთად იყვნენ უწმიდური პაპებიც, ისევე როგორც წმინდა პატრიარქებთან ერთად, ანუ მართლმადიდებელი პატრიარქის გულისხმობ, იყვნენ ასევე უწმიდური პატრიარქებიც და ამიტომ ადამიანური დაცემა გამორიცხული არ არის არც პაპობაში. აბა მოციქული იყო, აი თითქმის მოწაფე ხო იყო უფლისა, რა 12-აგარში ხო იყო იუდა ისკარიოტე და ის დაეცა. ახლა რომის პაპი ჩვენ უცნობელად გამოვაცხადოთ ასე არ შეიძლება და კი ბატონო, კათოლიციზმი არ აცხადებს აბსოლუტურად უცნობელად ამ პაპს, მაგრამ აცხადებს მხოლოდ ორ ძირითად საკითხში რა. მაგრამ მაინც რა, თუნდაც იმ ორ საკითხში რა არ შემცდა რა რომის პაპები, პატრიარქები შემცდა რა. ზოგჯერ წმინდა მამებიც კი ცდებოდნენ რაღაც საფრთხესმეტყველო აზრებში, რაღაც ისეთი რამ ჰქონდათ, რაც ეკლესიამ არ მიიღო რა მათი სწავლებიდან. ამიტომ ახლა პაპიზმი ასე რომ დავაღიაროთ, ჩვენ ვის არის ქრისტიანობის მეთაური დედამიწაზე, ეს არ არის ასე, იმიტომ რომ აი საეკლესიო ისტორია ჩვენ სხვაგვარად გვაუწყებს. საეკლესიო კრებები წყვეტდნენ ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებს, აი წმინდა მოციქულები შეიკრიბნენ პირველად და იქ იმიჯნეს სადაოს საკითხზე, ადრე ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ. და ეს თქვათ პაპიზმი რასაც ქვია, ანუ პაპის გამოცხადება ქრისტიანობის ველად და მეთაურად თქვათ ასე მთავარ პიროვნებად და რა, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს ეს მსოფლიოში, არასწორი არის. და ეს პაპიზმი მოგვიანებით შემოვიდა, თავიდან ეს არ იყო დასავლეთის ან რომის ეკლესიაში. დასავლეთის ქვეყნების, აი დასავლეთ ევროპის ქვეყნების გულისხმობს ძირითადად ჩვენ აი არ იყო ეს სწავლება, იმიტომ რომ აი ესე იგი რომის პაპი კი ბატონო ის ავტორიტეტი იყო და იყო სულიერი მემკვიდრე, თქვათ პეტრე მოციქულის სამწყსოსი მისი ეკლესიისა, მაგრამ იგი თანაბარი იყო ამავე დროს სხვა პატრიარქებთან თუ სხვა პაპებთან, ასე ვთქვათ, ანუ სხვა მეთაურებთან ადგილობრივი ეკლესიებისა. და თანაძმობა არის ეკლესიაში ყოველთვის ასე და არაერთი პიროვნება, იმიტომ რომ ერთი პიროვნება შეიძლება შეცდეს და როდესაც კრება იმართება, იქ სული წმინდა განსაზღვრავს. ყველა შემთხვევაში არის ახლა კიდე სხვა საკითხია და ცოტა სხვათა შორის სული საკითხია ესეც არასწორად ეს კითხავდა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ აი ნამდვილ კრებაზე, სული წმინდისეულ კრებაზე, ჭეშმარიტ კრებაზე და არა ნებისმიერ შეკრებაზე. ზოგჯერ ქრისტეს სახელით შეკრებილი კრებები არ გამომდგარან წმინდა კრებები და მათ ვიცით ჩვენ ადრე ვთქვი მე მახსოვს აუზაკთა კრება ეწოდება ზოგიერთ კრებას. დიახ, ანუ არასწორად შეკრებილი, სულიერი აუზაკების მიერ მოწყობილი კრება, რომელმაც ჭეშმარიტება კი არ დაამოწმა, პირიქით სიცრუე დაამტკიცა. დიახ. და აი თუნდაც პაპიზმი ავიღოთ, ახლა აღარ არის დრო რომ ჩვენ ყველა საკითხი გამოვიხილოთ, რაც განასხვავებს დასავლეთის ქრისტიანობას აღმოსავლეთთან. და საკმარისია თუნდაც პაპიზმია რა, აი მაგალითად შენ თუ პაპი კათოლიკე ხარ, შენთვის პაპიზმი დოგმატია. შენ უნდა წამდეს ისიც, რომ პაპი შეუცდარია იმ ძირითად საკითხებში, რაშიც ის გამოცხადებულია უცნობელად, ანუ დოგმატურ და ზნეობრივ საკითხებში, როდესაც ის გადაგებს მთავარი ტაძრიდან, პეტრეს ტაძრიდან, რომში. და თუ შენ ასე არ წამს ეს, მაშინ შენ ერეტიკოსი ხარ, ანუ არასწორად მორწმუნე ხარ. და თუ პაპი შენთვის არ არის ქრისტეს ეკლესიის მეთაური, შენ მისთვის არ ახარ, ესე იგი არა ქრისტეს სამწყსოს წევრი და ასეც იყო ეს აი ბოლო ათწლეულებშიც კი რომის პაპები პირდაპირ ითხოვდნენ, რომ აი თემი მსოფლიო ქრისტიანობა მათ უნდა დამორჩილებოდნენ. ეს უკვე ეკუმენისტურ ეპოქაში ბოლო ათწლეულებში, აი მე-20 საუკუნის ასე უფრო მეორე ნახევრიდან შეგვიდა ეს და ჩვენ თქვით, რომ აი პაპი პავლე მე-6 იყო, რომელმაც მართლმადიდებლობას თითქოს მოუხსნა ეს კატეგორიული მოთხოვნა, რომ აი მე უნდა დამორჩილოთ, მაგრამ დოქტრინალურად რო ავიღოთ, არა, პაპიზმი თვითონ გულისხმობს იმას, რომ მას უნდა დაემორჩილოს ბევრი მსოფლიო საქრისტიანი. ამიტომ ჩვენ თუ მათ არ ვემორჩილებით, მათი აზრით ჩვენ ვართ განხეთქილებაში, ჩვენ ვართ ურჩობაში ქრისტეს ეკლესიასთან და ჩვენში ზიარება არ არის ზიარება, ჩვენში არ არის რაიმე საიდუმლო, წეშმარიტი საიდუმლო და ჩვენ ვიმყოფებით განხეთქილებაში, იმიტომ რომ განხეთქილებაში მყოფობა რატო არის ცოდვა, იმიტომ რომ იქ საიდუმლო აღარ აღესრულება. ანუ მათი აზრით ჩვენთან საიდუმლო არ აღესრულება. თუ ჩვენთან საიდუმლო, ანუ მართლმადიდებლებში საიდუმლო აღესრულება, მაშინ გამოდის, რომ თვითონაც მართლმადიდებლები უნდა იყვნენ. იმიტომ რომ აბა როგორ, ესე იგი თავისით სწამთ და ჩვენიც და ეს ორი რწმენა რომ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხედავთ?
აი აქ არის უკვე საკითხი, ამიტომ მართლმადიდებლური მოძღვრებით ყველა ის აღმსარებლობა ეს იქნება პაპიზმის სახით თუ პროტესტანტიზმის თუ სხვა რაიმე სახით არ მიიჩნევა ჭეშმარიტ სარწმუნოებად. ახლა მე რომ გითხრათ თქვენ მართლმადიდებელმა მღვდელმა რომ სულ ერთია და საიდუმლო ყველგან აღესრულება და ასე შემდეგ, აბა გაგიღიმებათ ალბათ, იმიტომ რომ აბა ეს რა იქნება რა. მე ვადებული ვარ კიდევ ამბობ რომ გამოთქვა ის აღმსარებლობა, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა ყოველ შემთხვევაში. ახლა ბოლო 10 წლებში უკვე სამწუხაროდ ჩვენ აპოსტასიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ანუ უფრო ესე იგი განდგომილება არის უფრო სარწმუნოებრივი მსოფლიოში და ისეთი გულგრილობა უკვე სარწმუნოებაში, აი თქვით აგერ ეკუმენისტური მოძრაობა მისი გამოხატულება არის. ეს რა არის, რომ აი ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა რა წამს და მოდი მთავარია რომ ერთად დავდგეთ და ღმერთი ხო წამსო არა და ნახეთ აბა ჩვენ მოციქული იაკობი გვასწავლის რომ ღმერთი თვით ეშმაკსაც კი წამსო და თრთიან და კამკალებენ მის წინაშეო. ნახეთ არსებობს სამი სახე რწმენისა. ანუ არის რწმენა სატანისა, აი ეშმაკი, რწმენა რა არის, რომ ჩვენ წამს რომ ერთი არსებობს, გონების თვალით ვასრულით არა, ამას თუნდაც სასწაული არ ქონდეს რა ისეთი ხილული ნახული, თუმცა ქვეყნიერე მოყვე სასწაული ჩვენს პლაცი გადაშლილი და არის რწმენა ადამიანური, ადამიანისა, რაზეც ქრისტეს ეკლესია დაფუძნებული და არის რწმენა ანგელოზური, ანუ იმ ანგელოზების რწმენა, რომლებიც უფალს არ უღალატეს. და ამის სამი კატეგორიიდან ჩვენ ადამიანებმა ჩვენი სარწმუნოება უნდა ავამაღლოთ ანგელოზურ სარწმუნოებამდე, უნდა დავეცეთ სატანის სარწმუნოებამდე, იმიტომ რომ სატანა თვითონ კი არ არის უცხრუნო. სატანისებური მოძღვრება არის უცხრუნოება, რომ დაარწმუნოს ადამიანები, რომ თითქოს ღმერთი არ არსებობს, თითქოს სატანაც არ არსებობს. ხედავთ, აი სატანა შთაგონებს ადამიანებს, რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში ხელს აძლევს მას რატო? იმიტომ რომ შეიძლება მეტი ადამიანი განაშოროს ღმერთს როგორ რახან იცოლებს ადამიანი და ანუ დაიჯერებს რომ სატანა ანუ სული არ არსებობს, მაშინ ესე იგი ღმერთიც არ არსებულა, იმიტომ რომ სატანა რომ აღიარო რომ არსებობს, არა, მაშინ გამოსავად უკვე ესე იგი კეთილი ანგელოზიც არსებობს, თუ ბოროტი ანგელოზი არსებობს და კეთილი ანგელოზი და ბოროტი ანგელოზი თუ არსებობს, ესე იგი ღმერთმა გააჩინა, ანუ ღმერთი არსებობს. და ამიტომ ეს ტაქტიკური სვლა არის სატანისა, რომ აი მე არ ვარსებობ, ოღონდ თავის უარყოფაზეც კი მიდის ასე რომ ვთქვათ, არა? ოღონდ ადამიანს ღმერთი დააგუნდიოს, ანუ ღმერთის არარსებობაში ჯერ დააეჭოს და შემდეგ ეს მას არ წვნებინოს. ამიტომ რწმენა ასე ზოგადად აკმარა, ასე სატანური დონის რწმენამდე კი არ დავეცეთ ჩვენ, რომ თავარია ღმერთის არსებობა ვაღიაროთ, არა? აბა ეს ასე სატანასაც კი სწამს თურმე და ამიტომ ჩვენ უნდა ვწამდეს უფალი ისე და იმნაირად როგორც და რამირადაც მან გვასწავლა, მან ასწავლა თავის წმინდა მოციქულებს, მოციქულებმა გადმოსცეს თავიანთ სულიერ მემკვიდრეებს და შემდეგ ჩვენ გადმოგვეცა თავიდან თაობას. ასე რომ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში კი არ გამრჯით ვინმეს და რაღაცნაირად კი არ დავცინით და შეუნაცვყოფთ მათ რწმენას, რომ აი მათ რატომ წამთ ასე და ასე არა, მაგრამ გული ვთქვა, ჩვენ ამ დიდი განხეთქილების გამო, იმ განსხვავებულობისა გამო, რაც არსებობს დღესდღეობით ქრისტიანობაში, ჯერ კიდევ და ჩვენ აი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რაც შეგვიძლია, რომ ჭეშმარიტებაში, სიმართლეში, სიწმინდეში გავერთიანდეთ და ერთიანად ვადიდოთ უფალი. ამით უფალს რა თქმა უნდა უფრო გავახარებთ და ჩვენც უფრო გახარებულები უნდა ვიყოთ ქრისტიანები თუ ვართ ნამდვილად და ჩვენ რწმენაში სულის ცხონებას თუ ვეძიებთ და სიყვარულს და არა რაღაც პოლიტიკურ ბიზნესს და ამით ესე იგი ჩვენ ძლიერებიც ვიქნებით კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ აი როგორც თქვი მე რომ როცა ერთიანობა არის, რა თქმა უნდა ერთიანი ფრონტით ასე ვთქვათ, ეშმაკის ძალებს თუ შეუტევს ეკლესია, რა თქმა უნდა უფრო ეს გასახარიც არის და უფრო მოგებიანიც არის საბოლოო ჯამში და რაჯობს ამის, მაგრამ აი ეშმაკი ყოველთვის ცდილობდა დაყოფას, გამოცალკავებას, ყოველთვის ეშმაკი ცდილობს ჩააგდოს გვარძლი, განხეთქილება, შურის იძულვილი, მტრობა და მიდის ხოლმე იქამდეც კი საქმე, რომ აი რელიგიური ომები იყოს სამწუხაროდ ეს ქრისტიანთა სამარცხვინო. არა, რომ აი რელიგიური ნიშნით ერთმანეთს ხალხი უკვე მტრობს ქრისტიანს, აი ეს კიდე ხალხს უსვამ, თორე ხა სხვა ჯურის რომ მოდის და გებრძვის კიდე ეს ასე თუ ისე კიდე გასაგებია, მაგრამ აი ქრისტეს სარწმუნოებაში აი ქრისტიანები რატომ უნდა მისულიყვნენ იქამდე რომ ერთმანეთისათვის მახვილის ეძგერებინათ აი რელიგიური ნიშნით ქრისტეს სახელით. აი ეს რაღაც ამოხსნელი მოვლენა არის ისტორიაში ადამიანთა ბუნების დაცემაზე მეტყველებს. ამიტომ აი ახლა მაგალითად ჩვენ თუ ვიტყვით რომ საფრთხო საიდუმლოებები ანუ ზიარებაზე არის არა შეკითხვა აქ აღესრულება ქრისტეს ეკლესიის მიღმაც ანუ მართლმადიდებლობის მიღმა რა, მაშინ ჩვენ უნდა დავესრულოთ კათოლიკურ მსახურებას
უნდა დავესწროთ ნებისმიერ მსახურებას, პროტესტანტულ მსახურებასაც უნდა დავესწროთ თქვათ და მაშინ ყველგან ყოფილა, ესე იგი, აი მადლი რასაც ქვია და ყველგან შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ აბა რატომ დღეს ერთად წინვები არ ხდება, კი თანალოცულობენ ერთად ასე თქვათ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი, მაგრამ წინვაზე ერთად რატომ არ დგამენ, ერთად რატომ არ ეზიარებიან, ისინი არ ეზიარებიან, ანუ ვერ ეზიარებიან ერთად, არა? თუნდაც აი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც ცდილობს ასე ეკუმენიზმში მედროშე იყოს და უნდა მასეს გაერთიანება ყოველ შემთხვევაში ბოლო პატრიარქები კონსტანტინოპოლისა აი ამ ნიშნით გამოირჩევიან, რომ ისინი ყოველთვის აი მეგობრობენ რომის პაპებთან და ახლა ადამიანურად ეს კარგია, რა თქმა უნდა, თუ ისინი ერთმანეთში საფრთხემ აზრს გაცვლიან ისეთი აზრით, როგორც ეს ჩვენ უკვე გამოვარდეთ და ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ახლა ეს ხელოვნურად მოხდება, რომ მოდი ჩვენ მოვისაუბრეთ ფილიოკვეზე, მოვისაუბრეთ პაპიზმზე, მოვისაუბრეთ სხვა განმასხვავებელ საფრთხემ თემებზე და მოდი ხელოვნურად გავერთიანდეთ, არა? ეს არ არის წმინდა მამებისეული გზა. რა ვქნა ახლა ჩვენ მაგას ვერ შევცვლით და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სიმართლე დავადგინოთ შეშმარიტება განსაზღვროთ ისე, როგორც განსაზღვრავდნენ წმინდა მოციქულები და როგორც თავარია თვითონ ქალი განსაზღვრავს. ამიტომ აი ამ საკითხში ჩვენ უნდა ვიყოთ დაუთმობელნი, ანუ კომპრომისული, რასაც ქვია, ხოლო ადამიანურ საკითხში კიდე პირიქით მათ მიმართ, ვინც ჩვენი რჯულისა, ჩვენი აღმსარებლობისა არ არის, უფრო მეტი სიყვარულიც უნდა გამოვიჩინოთ. აი მე გეტყოდით, ვიდრე ჩვენი რჯულის ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი რჯულის ადამიანი ასე კიდე უფრო მეტად გავიგებს და აი ჩვენგან განსხვავებული წმენის ადამიანი კიდე ჩვენ უნდა შევიძინოთ და დიდი სიყვარული უნდა ვაჩვენოთ მათ. აი წევან გესმათ აქ ზარების ხმა ჩვენს მოპირდაპირე მხარეს დიდი კათოლიკური მშვენიერი ტაძარი მდებარეობს ლამაზი ძველი ფრესკებით მოხატული შიგ და თქვათ სულ ერთი რომ იყოს მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი ჩვენ აი იმ ეკლესიაში შეგვეძლო ყოფილიყავით და იქ გვეწირა და ზიარებულიყავით და ასე შემდეგ და აღარ იწვევდით ჩვენ ამ პატარა საყდრის მოწყობაზე ჩვენი რა თქმა უნდა სულიერი შვილების და ახლობლების დახმარებითაც, მაგრამ ჩვენი პირადი შრომაც და ჩვენი ოფიცარი ჩადებული ამაში და ამიტომ აი ჩვენ პატარა საყდარი ჩვენთვის მოვაწყვეთ, ანუ ეს რაც ნიშნავს ჩვენ კათოლიკურ ტაძრებში არ შევდივართ, როგორ არ შევდივართ, პირიქით აი ჩვენ მაგალითად გვისურვს ხოლმე ზოგჯერ, ახლა ჩვენ სამრევლოს თავისი ტაძარი ასე პარიზში არ გააჩნია, ამიტომ ვქირავთ ხოლმე ზოგჯერ ან რაღაც კათოლიკური ტაძრის გვერდით შენობას, ან ზოგჯერ კათოლიკურ ტაძარში ზოგჯერ ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ ავასრულოთ მართლმადიდებლური მესა, ასე ვთქვათ, ანუ ლიტურგია და წირვა და ჩვენ იქ ვსახურობთ ზოგჯერ, მაგრამ აი ეს რას ნიშნავს ახლა ეს არ არის დავდოხა ზოგჯერ აი ეკუმენიზმი ხერთი უკიდურესობა ვქვით და არის მეორე მხარე ფანატიკური მიდგომა, რომ აი შენ ესე იგი მაინც და მაინც მართლმადიდებლურ ტაძარში უნდა ილოცო. კი, თუ არის მართლმადიდებლური ტაძარი ილოცებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება თქვათ, რომ ნებისმიერ ადგილზე ილოცო, ახლა იმიტომ რომ პალგიობდება ჩვენ ადგილი კი არ გასწრებს ადამიანს, არამედ ადამიანი გასწრებს ადგილს. აი შეიძლება ხეში დახვიდე იქ წირო თქვათ და ნებისმიერ ქუჩაში სადაც მოიხერხდება თუ არის ამის პირობები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადგილზე ვერ წირავ, უბრალოდ არაპრაქტიკულია, თორემ ისე ყველა ადგილი წმინდა არის, ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერი ადგილი აკურთხო განსმიდო და იქ მერე თქვათ მსახურება აღასრულო. ახლა მით უფრო კათოლიკური ტაძარი, თუნდაც პროტესტანტული ტაძარი იყოს, რომელიც აი ქრისტეს სახელზე აგებულია, რა თქვათ ის ამ შემთხვევაში შეურაცხო. იმიტომ რომ ჩვენ არ ვეთანხმებით თქვათ იმ განსხვავებულ რაღაც საკითხებს, რაც არ არის მართლმადიდებლური, თორემ თვითონ ახლა ტაძარს შეურაცხყოფა მიაყენო, იმიტომ რომ მართლმადიდებლური არ არის, მეორე უკიდურესობა ის ზოგჯერ იციან ხოლმე თქვათ ასეთი გამოთქმა, რომ აი მართლმადიდებლურად არ არის ეს ჯვარცმა ესეთი გამოსახული ფეხები გადაჯვარედინებულია და ამბობ ასეთ ჯვარს პატივი უცეთ თუ არა. ახლა მთავარია რომ უფალიან რა გამოსახული და უფალიან ამორისწლები. ახლა ფეხების გადაჯვარედინების თუ სწორად დაწყობის გამო რომ შენ ჯვარი დაიწუნო თქვათ, არა, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ შენ შეგვიძლია ახლა ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ იყოს სინამდვილეში უფლის ფეხები განლაგებული, მაგრამ კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის განსხვავება თავი არ დადის. აი ზოგს ასე გონია რომ ამის გამო არის ეს განსხვავება და რაღაც ასეთი გარემული საკითხები უფრო ხდებათ ხოლმე ადამიანის თვალში, იმიტომ რომ სიღრმისეულად სარწმუნოებებს არ იცნობენ, ასე დოქტრინალურად ასე კათოლიციზმი რა არის, მაგრამ ორთოდოქსია რა არის და აი რაღაც გარემულზე უფრო აი თქვა მართლმადიდებელი წვერიანი და ის უწვერო და ეს არის მარტო ეს რომ იყოს მასში რაღაც მიჭირდა რა. ეს ამიტომ მოგვარებოდი იქნებოდა. ამიტომ აი კითხვაზე პასუხი რომ მე მგონი გასაგები არის რაც თქვით და გავიბევროთ რომ აი სამწუხაროდ ჩვენ დღეს არ გვაქვს ერთი ზიარება
ანუ ერთი ბარზილი, რასაც ქვია და ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ასე ახლა რას ვიზავთ ახლა ერთი მოდელი და მისმერი ერთი მოდელი ამას ვერ შეცვლის ვერ მოაგვარებს და როცა ახლა რომელიმე მართლმადიდებელმა მოდელმა თქვას რომ არის კათოლიკურ რწმენასაც ვიღებ და ასევე კათოლიკებმა თქვას რომ მართლმადიდებლობაც სწორი სარწმუნოება და კათოლიციზმის ეს კათოლიციზმის ეს უბრალოდ აი აღრევა იქნება და არ იქნება რა თქმა უნდა მრგილად რო ვთქვათ სწორი მიდგომა საკითხის წადვი. ღმერთმა ქნას რომ ერთი ზიარება გქონდეს, ერთი რწმენა გქონდეს ყველას და არა მარტო კათოლიკეებთან, არამედ საერთოდ ყველა ადამიანთან, მაგრამ ეს ვიცით ჩვენ რომ მიუღწეველი ოცნება არის და რაც უფრო დრო გავეს კიდევ უფრო მიუღწეველი იქნება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ადამიანები უფრო რწმენისკენ კი არ მიიდრიკებიან, პირიქით უფრო განიდრიკებიან სარწმუნოებისაგან. სამწუხაროდ, დიახ. ასევე არის მეორე კითხვა ასევე, მე თუ რას ვფიქრობ, ერთ-ერთი მიმართულება, აი მართლმადიდებლური მიმართულება არის, ახლა მე არ დავასახელებ ამ შემთხვევაში აქ მითითებულია, მაგრამ ზოგადად ვიტყვი და მეგონი პასუხი გასაგები იქნება. დიახ, ანუ ნახეთ, შევეცდები კითხვა განვაზოგადო და კითხვის ავტორი მიიღებს მაინც თავის კითხვაზე პასუხს და სხვები სარგებლობს იპოვნიან. დაყოფა მოხდა არა მარტო ესე იგი თვითონ აი ქრისტიანობაში რომ ასე კათოლიციზმი ეწოდა თუ მართლმადიდებლობა თუმცა ნამდვილ კათოლიკეებად მართლმადიდებლები თვლიან თავის თავს იმიტომ რომ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია წამს ასე წერიან წამსში და ჩვენ ამ სიტყვას კი არ ვებრძვით რომ კათოლიკის ნიშნავს საყოველთაო თავს სამსოფლიოს ყველასათვის გამოხატავს და აი რა ჩვენ ამ სიტყვით გაგებით კათოლიკეები ვართ, მაგრამ აი თვითონ კათოლიკეებმა რატო აიღეს ეს სიტყვა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისინი სწორედ რაც ვთქვით ჩვენ რომის პაპს მიიჩნევენ კათოლიკე პაპა და კათოლიკე წინამძღვრად ქრისტიანობისა, ამიტომ ესე იგი ვინც მას არ ემორჩილება ის არ არის კათოლიკე, ანუ არ არის ამ მსოფლიო რაღაც ესეთი საერთო დამორჩილებაში მყოფი. და ნახეთ, აი არა მარტო ესე იგი აი ეს დიდი რაღაცა გაყოფა მოხდა, არამედ თვითონ მართლმადიდებლობაში სამწუხაროდ ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ თუ გახსოვთ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო განხეთქილებები, დაიწყო გამოყოფები თვითონ მართლმადიდებელი ეკლესიიდან და ეს განაპირობა ერთი მხრივ კალენდრის სახეცვლილება ნაწილობრივ ჩვენ არის განმარტეთ ასევე ეკუმენიზმის საკითხი რომ შემოვიდა და საერთოდ მოდერნიზმი ასეთი მიმდინარეობა არის აი ზოგადად რომ ვთქვათ ჩვენ რომელიც მოიცავს უკვე კათოლიკე კალენდრის ცვლილებას მოიცავს აი თვითონ ეკუმენისტურ სწავლებასაც საერთოდ რაღაც საკითხების გაიოვნებას მოდერნიზმის სიტყვა რასაც ქვია გათანამედროვეობა და გათანამედროვეობა ეკლესიისა უნდა მოხდეს მაგრამ სწორი აზრით ჩვენ თუ გახსოვთ წინა კატეხიზმში ვისაუბრეთ ძველ ენაზე აი მაგალითად ძველ ქართული ტექსტები რომ უნდა იქნას გამოტანილი შედარებით გასაგებ ენაზე რომ რევმა განსაკუთრებით ახალგაზრდობამ გაიგოს ღვთისმსახურების აზრი და ჩაწვდეს და თანამონაწილე გახდეს ამ მსახურებისა ესეც გარკვეულად შეიძლება მოდერნიზმად ავიქვათ მაგრამ ახლა მოდერნიზმი ამ შემთხვევაში ეს არ არის გაგებით ენასთან დამოკიდებულებაში თუ განვიხილავთ რაც იგულისხმება საერთოდ მოდერნიზმში როგორც ასეთში როგორც მოვლენაში რომელიც აი ბოლო საუკუნეებში განსაკუთრებით ასე მე-20-ში ჩამოყალიბდა რელიგიაში რასაც ეწოდება უფრო აი ესეთი გაიოლება, გამართლება, გაადამიანურება, ანუ სეკულარიზაცია, რასაც სიტყვა გამოხატავს, ანუ გამიწიერება, გაამქვეყნიურება და ეკლესია კი არ უნდა გამიწიერდეს და გაამქვეყნიურდეს, არამედ პირიქით ეს ქვეყნიერება უნდა გააეკლესიუროს. აი ეს არის განსხვავება. ამიტომ ახლა თვითონ მართლმადიდებლობაშიც ესე იგი რომ მოხდა ის რაღაცა დიდი გამოყოფა, შემდეგ იმასაც კიდე რაღაც ნაწილები გამოეყო. კიდევ სხვები გამოეყო და აი სამწუხაროდ სხვადასხვა სახელი მიიღო ახლა მე აღარ მინდა მე ჩამოთვალო ახლა ზოგს იმიანელები ქვია, ზოგს იმისტები ქვიათ და ასე ეს კი რომ მითქია სახელები რა თქმა უნდა ერთმანეთისაგან უბრალოდ გამოსხავთ ისინი და ეს ჯგუფები სამწუხაროდ ბევრია აი როგორ გითხრათ ახლა მარტო საბერძნეთშია და ასე დაახლოებით 7 სინოდი არის ანუ დამოუკიდებელი ესეთი სინოდები მართლმადიდებლების სოფალა ერთმანეთს არ ცნობენ და ყველას მიაჩნია თავისთავად რომ ის არის ჭეშმარიტ ეკლესია ეს რაღაცას შეიძლება ითქვას ტრაგედია მართლმადიდებლობის ახლა ასეთი გამოყოფები რა თქმა უნდა სხვაგანაც ყოფილა და არის იგივე კათოლიციზმში პროტესტანტიზმში აღარ ვლაპარაკობ პროტესტანტობაში ეს ათეულობით და რა ვიცი ასეულობითაც კი სხვადასხვა მიმდინარეობა და სხვადასხვა ჯგუფი და ასე შემდეგ დენომინაცია რასაც თვითონ უწოდებენ ასე არა სამწუხაროდ
ჩვენ დასავალალოდ და აი მართლმადიდებლობაში ადამიანი რომელიც ეძიებს ჭეშმარიტებას რა აღმსარებლობა უნდა მას ამ ზილოტობა ამ მოშორნეობა გულმოდგინეობა ასე რომ ვთქვათ სარწმუნოებრივ ის ზოგჯერ შეიძლება შეცდეს და რაღაცა ისეთ მიმდინარეობაში აღმოჩნდეს რომ ის მიმდინარეობა თვითონ არ იყოს ნამდვილი და წმინდა ვთქვათ ისეთი როგორც უნდა იყოს და საერთოდ არ იყოს შეიძლება ის წმინდა ეკლესია ამიტომ მე პირადად რომ გითხრათ არავის გამიკითხავ აი რომ ადამიანი რომელიც გულმხორვალედ ცდილობდა რომ სიცრუეს არ შეყოფოდა და სიწმინდეში ყოფილიყო და მას რაღაცნაირად ფეხი აუწყდა და შეიძლება რაღაც სხვა ისეთ დაჯგუფებაში მოხვდეს რომ ჩემთვის ის მიუღებელი იყოს მაგრამ მე მას კი არ გამიკითხავ პირიქით მე მას მაინც პატივს ვცემ რატომ? იმიტომ რომ მე სწორედ პატივს ვცემ მის რწმენას ანუ მის აღმსარებლობას ანუ მის დამოკიდებულებას ჭეშმარიტებისადმი მის გულმხრვალეობას მის მოშორნეობას იმას რომ მას უნდა ნამდვილი მოწმე ყოფილიყო აი როგორც ახლა შედარება მოვიტანოთ ადამიანს რომ გამოვედევნოს მოსაკლავად რა ადამიანი გაიქცევა თქვა საფში შეუვარდა გაიქცევა სახლიდან გადავა მეზობლის ეზოში მეზობელი რაღაც იქ შეიძლება გომეხორეს მოედოს ბუჩქებში დაიმალოს ტყეში გავარდეს მერე და შეიძლება ისეთ რამეს გადაასწრო ორმოში ჩავარდეს ამ მოედოს არა და შენ ახლა ის ორმოში ჩავარდნილი კი არ უნდა განიკითხო ამ შემთხვევაში და მასზე კი არ უნდა გამახვილო ყურადღება არა დევნერზე აი რატო გააქციეთ ის ადამიანი არა რატომ აიძულეთ რომ ასე ღობეხორე ელოდა მიდებოდა აკაურობას და იკაურობას და სამბერე თუნდაც ხალხში აღმოჩენილიყო არა აი ეს არის საკთავარი ანუ ახლა ერთი მხრივ ის რომ აი დედაეკლესიის ერთგული უნდა იყო და შენ არ უნდა გამორეხო და აი განხეთქილება ანუ სქიზმაში ყოფნა მოწამებრივი სისხლითაც არ გამიბანება ეს ჩვენ ვიცით ეს სწავლება მაგრამ მაგ საკითხი არის იმაზე რომ არ უნდა გამორეხო შენ ეკლესიას არასაკმარისი მიზეზით ანუ რაღაცა ესეთი შენი ახირება არ უნდა ქონდეს ისეთი ჩვენ ვიცით აი კლასიკური ესეთი განხეთქილებები თქვათ რომ იყო რომ რაღაც არ არსებით საკითხზე ხდებოდა რაღაცა ჯგუფის გამოყოფა და ამას ეწოდება ან სქიზმა ბერძნულად ან რასკოლ ესე სლავურად განხეთქილება ძველ ქართულად და არის ასევე ნუ თავარი ეს პალებრობა ან ვერესი ამაზე ადრე ვისაუბრეთ არის კიდე მესამე კატეგორია ამას ქვია პარასინაგოგა ბერძნულად ანუ კიდე შესაძლებლობა ძველ ქართულ ენაზე ანუ აი რომელიღაც სასულიერო პატარა დასი როდესაც თავის ეპისკოპოსს გამოეყოფა უკვე და აი რაღაცნაირად განზრდგას და არ ემოჩილება ეპისკოპოსის კანონიერ კურთხევას და რაღაც თავისი პატარა რელიგიურ დაჯგუფება აქვს თვითონ მართლმადიდებლობაში ხასოს რომ შექმნილი ეს სამივე თანრიგი ანუ მწვალებლობა განხეთქილება და კიდე შესაძლებლობა არის უკვე ეკლესიის მიღმა ყოფნა მაგრამ სხვადასხვა ხარისხით და სხვადასხვა სიშორით ასე ვთქვათ არა ეკლესიის წიაღიდან მაგრამ როცა საკითხი არის უფრო ღრმა რაღაცა მნიშვნელოვანი საათმსარებლო არა კონფესიური ასე ვთქვათ ასეთ შემთხვევაში რა თვით წმინდა მამებიც განუდგებოდნენ ხოლმე თავიანთ ეკლესიებს ასე ვთქვათ დედა ეკლესიებს როგორც ეს უყვართ ხოლმე ხაზის გასმა ასე თუმცა დედა ეკლესიას უნივერსალური მოვლენა არის უფრო ვიდრე ადგილობრივ ეკლესიასთან მიმართება შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ეს ტერმინი დედა ამაზე ადრე ვისაუბრეთ ამიტომ ახლა როცა მნიშვნელოვანი საკითხები და იქ ადამიანი აღმსარებლობს ან ცდილობს ყოველ შემთხვევაში და იქ რაღაც ფეხი დაუცლდება სადღაც რაღაცა ისეთ დაჯგუფებაში მოხვდება თქვათ რომ ესე იგი უმჯობესი იყო იქ არ მოხვედრილიყო რა ასეთ შემთხვევაში მე პირადად აი რა ხა მეკითხებით არ გამიკითხავ არავის გინ იმისტე იყოს გინ ამისტე იყოს გინ იმ დაჯგუფების წევრი იყოს გინ ამ დაჯგუფებისა და მე ვცდილობ რომ მას პატივი ვცე ანუ მე თუ ხედავ რომ ის მან გააკეთა აღმსარებლობით მას შეეძლო ყოფილიყო ასე უფრო იოლად თავის დედა ეკლესიაში ასე ვთქვათ კარიერა მოეწყო რაღაც მატერიალურადაც ვთქვათ უზრუნველყოფილი ყოფილიყო და ასე შემდეგ არა და მის ნაცვლად ის ეკლიან გზას დაადგა და აი ამ ეკლიან გზაზე ზოგჯერ ეკალი ფეხში შეესო თუ ეკლების ბურდებში აღმოჩნდა თუ ასე შემდეგ ახლა მის გამო მე მისი განკითხვა დავიწყო ეს არაზნეობრივი იქნება არასოდეს მახასიათებდა ასეთი ხალხის მიერ განკითხვა პირიქით ყოველთვის პატივისცემა მამოძრავებდა მათ მიმართ და დღესაც პატივისცემით ვეპყრობი რა თქმა უნდა ხას უსვამით ვინც გულწრფელად აირჩია აღმსარებლობის გზა და რაღაცა სხვა მიზეზით მიუხედავად იმისა რომ ახლა ვთქვათ ჩვენ რომელ ეკლესიაშიც ვართ არ გვაქვს ვთქვათ რაღაც იმ სხვა ეკლესიასთან აი კითხვა რომელსაც მიმართება სულიერ ევქარისტიულ კავშირში არა მიუხედავად ამისა მე იმ ხალხის რელიგიურ გრძნობებს ვცემ თვითონ პატივს თვითონ მათ მიმდინარეობას როგორცაც ასეც მე ვცემ პატივს იმიტომ რომ ეს ჩაზე არ არის დამოკიდებული ჩვენ ეკლესიებს შორის არ არის ეს ერთობა და მე ამას რიგით იმდელი რა თქმა უნდა ვერ ავღადგენ ვერ მოვაგვარებ ეს სინოდებმა და ეპისკოპოსებმა გადაწყვიტონ მაგრამ კიდევ ხას უსვამ რომ ეს საოცარი ტრაგიკული მომენტი არის აი მსოფლიოს ქრისტიანობაში რომ აი თვითონ მართლმადიდებლობაშიც კი ასეთი რამოდენიმე მიმდინარეობა ისეთი წარმოქმნილი რომ
არ არის ერთმანეთში ერთობა, სიყვარული, ეს მე პირადად საოცრად მაწუხებს. აი მე რაც შემიძლია აი რიგითი უდლის დონეზე გავაკეთო ამ საკითხში, ყოველთვის ვცდილობ, რომ აღდგეს ის ერთიანობა, მაგრამ აი რა ვუყოთ ადამიანების მიდრეკილებას პირველობისადმი. თანაც ნახეთ თვისება ისეთი ადამიანში, რომ რაღაცაში თუ შეცდა რა უჭირს ამის აღიარება. აი თქვას, რომ აი მე მოდი შევცვლი და მაპატიე უფალო და აი ჩემი თავი დავიმდაბლო, რათა მე უფალთან აუმაღლია რა. სამწუხაროდ ეს ჩვენ გვიჭირს და ამიტომ ძირითადად მიზეზი ეს არის, რომ არ არის აი ერთობის სული, არ არის დიდი სურვილი მართლაც რომ აი ჭეშმარიტებაში გავერთიანდეთ. აბა რა დაგჩვენია ამ დედამიწაზე, 2 წუთის სოფლით ვართ მოსულები და აბა გაყოფ ერთმანეთისაგან, ერთმანეთის მით უფრო თუ ქიშპი და ის არის, მე ამის შედეგად კიდე ეს ყველაფერი ეს მტრობა და ის არის სალაპარაკოდაც არასასიამოვნოა და დიახ, ანუ რას უნდა ვფიქრობდეთ ახლა ჩვენს ეკლესიასთან თუ სხვა ეკლესიას ან დაჯგუფებას არ აქვს კავშირი სულიერი, ზიარებითი, სარწმუნოებრივი, ასე ვთქვათ, ჩვენ ახლა იმ ეკლესიას ვერ ვცნობთ ბუნებრივია, ახლა რომ ვცნობთ ჩვენ ეს არალოგიკური, არათანმიმდევრული გამოვიდოდა და რაც რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო არ აქვს, აქ ერთ-ერთია დასახელებული, მაგრამ განგება ხარ ვასახელებნე, რომ ვინმე რაღაცნაირად ასე ჭრილი არ მივაყენო. აქედან გამომდინარე, ახლა რა ვქნა, ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ იმ ეკლესიაზე, რომელსაც პირადად მე მივეკუთვნები, ანუ ეს ეკლესია ასე განდგომილი კი წარმოჩინდა, მაგრამ ამ ეკლესიამ თვითონ კი არ აიჩია ეს განდგომილების გზა, თვითონ კი არ გამოვიდა მსოფლიო ეკლესიას, ასე ვთქვათ, არამედ სხვა ეკლესიებმა მე ვთვლი, რომ უსამართლოდ მიატოვეს ზოგი აქციის ამ ეკლესიას და აიჩიეს რაღაცა უფრო ამქვეყნიური, ანუ სეკულარიზებული გზა, უფრო ამქვეყნიური სიმდიდრე, რაღაცას ფართო გზა შეიძლება ითქვას. მე ასე მჯერა, იმიტომაც მე არ ვარ აი ასე ვთქვათ ოფიციალურ ერთობაში და მე ვარ იმ ეკლესიაში, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დევნული, ასეც ეწოდება ოფიციალურად ამ ეკლესიას დევნული ეკლესია ქვია, აი დაწყებული იმ მოვლენებიდან, რაც რევოლუციის სახით 1917 წლიდან მოყოლებული გამოვითარდა რუსეთის იმპერიაში და შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ემიგრაცია გაიშალა თქვათ მსოფლიოში და ემიგრაციული ეკლესია ეწოდება ამ ეკლესიას. აი პატარა პარადოქსი კიდე ესეთი, რომ პატარა კი შეიძლება დიდი პარადოქსიც იყოს, მაგრამ პატარა მაგალითი ამ დიდი პარადოქსისა, რომ ამ ეკლესიის არსებობას ებრძოდნენ ეს ოფიციალური ეკლესიები, მათ შორის საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო და ამ ეკლესიის მამებს ბეჭდავენ უკვე ბოლო 10 წლებში გამოსცემენ ეკლესიაში ყიდებენ წიგნები და ვრცელდება და ციტატებსაც კი მოუხმობენ ხოლმე ამ მამებისა, ესე იგი ის მორწმუნეები, რომლებიც თვითონ აი ემიგრაციული ეკლესიის ღვთისმსახურებს არ ცნობენ ღვთისმსახურებად და აი ამას წინათ შემხვდა ერთ-ერთი მორწმუნეს, ჰქონდა ბოტანილი ესეთი მთავარეპისკოპოსი ამბერგის ციტატა და ეს მთავარეპისკოპოსი ამბერგი სწორედაც ემიგრაციული ეკლესიის იერარქი იყო. ის იყო ამ ეკლესიის სასულიერო სასწავლებლის სემინარის რექტორი ჯორდანიაში, შეერთებულ შტატებში და აი ეს პიროვნება არის ერთ-ერთი ესეთი მაგალითი მე-20 საუკუნეში მართლმადიდებლობის როგორც ნიმუში და ესეთი მოღვაწე მამა, რომელიც საოცარი ცოდნით, სულიერებით, თავისი პირადი მაგალითითაც ბრწყინავდა, შეიძლება ასე ითქვას, ბრწყინავდა ისე, როგორც უნდა ბრწყინავდეს ყოველი მღვდელმთავარი, როგორც უფალეულება მღვდელმთავარს და ეს სიტყვები ჩვენ ადრე მოვიყვანეთ, სამონთავრო წიგნის წინავე ითქმის, ეს ეგრეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენიო, წინაშე კაცთავრო, აი ახლა ქართულით რო გავაგრძელოთ, რომ თქვენი ნათლის შემყურვალე უცნო ადამიანებმა დაინახონ რა თქვენი ნათელი, ამით ირწმუნონ ღვთის სინათლე, ნათება უფლისა ჭეშმარიტება და ისინი მორწმუნეები გახდნენო. აი ესეთი სვეტები ასე უნდა იყვნენ ეპისკოპოსები, რომლებსაც სხვაგვარად ეკლესიის ანგელოზებიც ეწოდებათ. დიახ, ჩვენ ამაზე გახსოვთ ვისაუბრეთ, ეკლესიაში ეპისკოპოსი არის მთავარი და არა თქვათ ხუთწესიანი მღვდელი და დიაკონი. აი ასე ეს კი პასუხი ამ კითხვაზე შევეცადე, რომ ასეთნაირად გამომეთქვა. ახლა არის ასე ვთქვათ საკითხი კიდევ რომელიც ჩვენ გვაქვს ჩანიშნული, რასაც მოვასწრებთ უკვე დაახლოებით 10 წუთი დაგვრჩა საათნახევრის მოცულობით თუ განსაზღვრავთ და აი მაგალითად ჩვენ ამ კითხვაზე ვისაუბრეთ, არა გახსოვთ
განკითხვა და მხილება რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან და ესეთი მაგალითი მიყვარს ხოლმე მე მოვიტანო ნუ ჩემს სამრევლოში და ასე ახლობლებში ასე ვუყურებ ხოლმე და გავიმეორებ ახლა რომ აი მაგალითად ვინმე უყურებს რომ საკუთრებაში ზოგჯერ ჩანს ხოლმე სასულიერო პირები იქ რო არიან თქვათ მირას აკეთებს და ანდაც ისე სხვა შემთხვევაშიც მაგრამ ნუ ავიღოთ საკუთრებაში თქვათ აი სასულიერო პირი ზის და თქვათ ასე თულებსა და თქვათ ეძინება ასე რომ თქვათ და ელიზუს თავს და რაღაც ასე ძილგვიზრად იმყოფება შორიდან უყურებს მას მორწმუნე ნახეთ განმკითხველი ადამიანი ანუ ჩასაფრებული ასე უსიყვარულო იფიქრებს რომ აი ეს რა ზარმაცი სასულიერო პირი აბა როგორ შეიძლება წირვაზე ძილი კი ანუ ეძინოს უნდა ხიზრობდეს ტაქსი უნდა იგდეს საერთოდ რატომ ზის იქ აბა ეს უყოფილა კაცო ეს ძინა რა ვიღაცა ეპისკოპოსი თუ სასულიერო დელი და დიაკონი ასე თქვა რა ხედავთ მაგრამ მეორე ადამიანი რომელიც უყურებს ასეთ მთლემარე სასულიერო პირს მოსიყვარულე და თავდაბალი იფიქრებს რომ ნახეთ ესები აი ეს ესეთი მოღვაწე მამა ყოფილა რომ შესაძლოა გვიზარების ვაცილშიც არის ან ჩვენ ვიცით გვიზარება ერთ-ერთი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეა როცა ეზუს შემძლე არის ძინებ და აი ასეთი გვიზარეთა მონასტერის კი ერქვა ერთ-ერთი მონასტერს აი შუა საუკუნეებში და აი რო იკლებს ძილს ასე ვთქვათ არა ეს მოღვაწეობა რა არის რაღაც ამფეხნურს ხორციელს სიამოვნებას იკლებს თქვათ საკვებს აი ძილს თქვათ იკლება ასევე თქვათ აი ქალწულობის აღქმაში რაც არის ქორწინებას თქვათ არა საპირისპიროს ქესთან ურთიერთობას და შენი ასე ვთქვათ აი ესეთი მიდრეკილებების დაკმაყოფილებას თოკავ ამას აკეთებ უფლის სიყვარულისათვის ამას ისე ფანატიკურად და უაზროდ კი არ აკეთებ შენ უფლისათვის იღებ სხვებს ეს არის შესაძლებელი ყველაზე დიდი შესაძლებელი ეს არის აი ეს ჩამონათვალი სახეობები მოღვაწეობის ასევე ჩვენ ვისაუბრეთ მატერიალურ შესაძლებლობებზე თქვა ძირითადად რომელიც აი ფულის სახით ხდება ხო აი რომ წირავს ადამიანი ეს მოღვაწეობის ერთ-ერთი სახე იმიტომ რომ ეს ფული საიდან მოიპოვა მან იგულისხმება პატრიოტსანი ფული ასე ვთქვათ თავისი შრომით ოხლით არა აი შრომა ჭირდება სწორედაც თავისი შეწუხება აი ამ მოღვაწეობის სახეობებსაც ნებისმიერ სახეობას და აი ეს თავისი უნაგების მან შრომით მოიპოვა იგულისხმება თავის შეწუხებით მოიპოვა ამიტომ იმისი გასცემა ასე რომ შეწირავს ეკლესიას ღვთისმსახურს თქვათ ასევე ღარიბს ღატაკს უქონებს ასე შემდეგ ეს დიდი ღვაწლია ანუ ადამიანმა ისე კი არ უნდა უყუროს რომ აი რაღაცნაირად მოდი სხვა შეწიროს მე რატო არა ეს რაც გამოდის იცით რომ მოდი და ჩემს მაგურა სხვა ჩავაროს ესე გამოცდა და მე რატო უნდა ჩავყირიდით შენ მოსწრებაზე უნდა იყო რომ შენ შეწირო რაც შეიძლება მეტი შეწირო ფარულად შეწირო მოსუხალი გეუბნება შენმა მარცხენა მარიცი არის ოდე შენი მარჯვენა რას აკეთებსო და ესეთი უფლის წინაშე ჩაგეთულება და შენ თუ წამს უფლისა მაშინ ხარ ასეთი გრძნობით ახლა თუ ეჭვი გეპარება მერტის არსებობაში მაშინ რა თქმა უნდა ახლა რატომ უნდა შეწირო რატომ უნდა მოიქრო შენ რა ეს ამიტომ ეს წვენასთან არის იგივე დაკავშირებული ეს საკითხიც და ამიტომ დავუბრუნდეთ იმ თემას რომ ესე იგი აი გამკითხველი ადამიანი უცებ განжის სხვას ნახეთ აი ის რომ შენ რატო არ დაგაძინა მაგრამ ნახეთ კეთილშობილი ადამიანი პირიქით სიკეთეს უყურებს მასში და პირიქით ესე იგი ნახეთ კარგს ფიქრობს მოდი ცუდი რატომ დაიფიქრო კარგი იფიქრე რატომ ფიქრობ ცუდს ახლა შეიძლება ის მართლაც მცონარია და ამიტომ ზინავს თქვათ არა ჩემს არ მცონარე მაგრამ მცონარი ანუ ზამნაც ძველენაზე მცონარი მოგესწრებათ ახალგაზრდა შეიძლება ეს სიტყვა იმენად არ იცოდნენ აი უდები ასევე ძველენაზე უდედება ეს სიზარმაცია და თქვათ აი სუნეძინება და მძინარა და ესეთი თქვათ არა და ასეც რომ იყოს შენ უფლება არ აქვს ის გამიკითხო იმიტომ რომ შენ არიცი ხომ არიცი განმავლობით რატომ მეძინება მას არა შეიძლება რაღაცა ჭირს თქვათ დაავადება და თქვათ აძილიერება და რაღაც ან ცუდად არის ან რაღაცა ამგვარი და ამდენად ის მართლაც რო ზარმაცი იყოს შენ მოდი ნუ განიკითხავ მას და შენ კეთილი ფიქრი მასზე შენ ეს სიკეთით ჩაგეთვლება და ნახავთ უფრო შენ არის მას რატომ ეძინება ამიტომ მოდით და ასე ვიფიქროთ რომ აი ეს მოღვაწე არის და ამიტომ ასე ეძინება აი მაგალითად მე შემიძლია ცოცხალი მაგალითი დავასახელო აი საქართველოს ეკლესიიდან ერთ-ერთი ესეთი სასულიერო პირია სოთაშორის ახლა მე რაიმე ისეც არ ვთქვი ახლა გავამხილო მისი ესეთი ისა იმიტომ რომ ეს მისი საჯაროთვისება იყო ასეთი ახლა ადრე ყოველ შემთხვევაში როცა მე ამ პიროვნებას ვაკვირდებოდი ახლა განგებკენ ვაკვირდებოდი მაგრამ ჩვეულებრივად აი როცებზე როცა სადმე ერთად ვიყავით თუ რა როგორც იყო ამ ტელევიზიით რაღაცნაირად ხვდებოდა თვალში რომ აი რაღაცნაირად ასე თულებდა ხოლმე აი თქვათ არის ესეთი მიტროპოლიტი დანიელი არა საქართველოს ეკლესიაში დათოაშვილი რომელზეც საერთოდ აიპირა და არასოდეს მიფიქრია რომ ახლა ეს კაცი არის მცნობარე და ამიტომ თქვა ასე ჩამთვლებს ხოლმე რაღაც ასე უფრო ახასიათებდა ხოლმე ასეთი ახლა სხვასაც შეიძლება რაღაც ეს მე ჩამჩამ ექსერებაში
მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს კაცი თავის მოღვაწეობით, თქვა ღამე ცდილობდა არ დაეძინა, ყოველ შემთხვევაში ცოტა ეძინა, ასე ვთქვათ, ნაკლებად დაეთმო დრო ძილისათვის და უფრო ლოცულობდა, ვთქვათ, აი ჩვენ ვიცით ღამის დროს ლოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც წმინდა იონე პროფეტის გასწავლის ასევე და სხვა მომენტიც. და არასოდეს მიფიქრე მე მაგალითად რომ ეს კაცი არის ზარმაცი და რომ ეს იგი სულ ეძინება და არა პირიქით მე ყოველთვის აი ასე არ ვქონდი მაგალითად ალბათ სხვაებიც კიდე შემზებედად უფრო დადებითად უყურებდნენ ამ პიროვნებას ვინც კიდე უფრო ახლოს იცნობდა ასე რომ მე რო ახლა პიროვნებაზე რაღაცნაირად ჩამეთვალა რომ ეს კაცი ზარმაცია და მით ასე ჩათვლებს ხოლმე თუნდაც აი ლოცვის დროს მე გამკითხველი მიქნებოდი აი ეს არის გამკითხვა არ შეიძლება ასეთი რამე იმიტომ რომ აბა ადამიანი თუ გიყვარს ცუდი კუთხით არ იფიქრებ მასზე კარგი კუთხით იფიქრებ თუმცა ახლა მეორე კუთრესობაში არ უნდა გადავვარდეთ ჩვენ თუ ახლა ეს პიროვნება მაგალითად აკეთებს ისეთ რამეს რაც აშკარად მიუღებელია ეკლესიისათვის არა ასეთ შემთხვევაში ეს პიროვნება უკვე თუ შენ დარწმუნდი რომ ნამდვილად არასწორად გააკეთა ესა უნდა უკვე პირადად ჯერ ამხილო მიუთითო უთხრა რომ არასწორად აკეთებ შემდეგ შეიძლება საჯაროდაც ამხილო და ვანდებულიც ხარ ზოგჯერ აი ხა თუნდაც იგივე პიროვნება მის დავასახელებ იმასში შემიძლია მაგალითად ისეთი რაიმე ვთქვა უდრეს მოვერიდები ახლა ესეთი დღესასწაულის დღე არის და ვთქვათ მისი რაღაც არასწორი ისეთი ნაბიჯი რაც მან გადადგა რაც ვიცი რომ ნამდვილად ასეა თორე ასე ჭოლის დონეზე არ მეთხოვდი რა თქმა უნდა და იმ საკითხში ვერ დავეთანხმებით მაგრამ ჩვენ არც იმ საკითხში გამიკითხავთ ახლა მას მეორე მხრივ რომ აი ზარმაცია და ზოგჯერ ასე თულებს ხოლმე წიროლოცვაზე არა ბატონო ჩვენ კეთილი კუთხით უყურებთ იმას რომ ის თვითონ მოღვაწე კაცია ვთქვათ და აი არ ძინავს და ებრძვის ძილს და ასე მე შეიძლება დაღლილ კაცს ახლა წიროზე ჩამოეძინოს მე არა ახლა რა არის აქ ის ვთქვათ არა ესეთი საგანგაშო მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ადამიანი თუნდაც ასეთი მოღვაწე იყოს არ გვაქვს უფლება რომ ის მივიღოთ ჩვენ უკვე ანგელოზად და ყველაფერს ვისაც დავეთანხმოთ თუ ის რაღაცა მნიშვნელობაში ცდება ხავს უსვა მნიშვნელობაში თორე უნიშნულობაში ახლა ყველა შეიძლება შევცვლით ჩვენ ამიტომ აი როგორც ამბობენ ჩვენ მოციქულები რომ ვინც მოდიოდეს და არ მოქმდეს ის მოძღვრება რომელსაც ჩვენ მეგიქადაგებთ ანუ იგულისხმება წმინდა მოციქულები მიქადაგებდნენ უფლის სწავლებას ანგელოზიც რომ იყოს ესე იგი აი სასწაულებსაც რომ აღასრულებდეს არა მე წინამორბედს კიდე უმატებენ ამას აი თლად ესე იგი საოცრებას ახდენდეს არა აი ასეთი ადამიანის მოძღვრება თუ ის წყარი მოძღვრება არ მიიღოთ და ანათემას გადაეცითო. კიდევ თვით ანგელოზიც კი რო იყოს, ხედავთ, აი ანგელოზი, ანუ სატანაკი არ იგულისხმება დაცემული ანგელოზი, არამედ უფლის ერთგული, ანუ ნათელი ანგელოზი. ისიც კი რომ მომიდეს და არასწორად იქადაგოთ, ანუ განსხვავებული იმისა, რაც ჩვენ უკვე იქადაგეთ და გასწავლეთო, არ მიიღოთ და ისიც კი ანათემას იყოს გადაცემული. მოციქული ადამიანი ანგელოზს თავარ ანგელოზსაც კი გადასცემს ანათემას შეშვებას. აი აქედან მოდის ის პრაქტიკა რომ ეკლესია ანათემას გადასცემს იმ ნაწილს უკვე ყოფილი ეკლესიისა, ვინც გამოეყო ეკლესიას და გამოუსწორებელი ასე ვთქვათ განხეთქილებაა. თორე თავიდან ასე პირდაპირ ანათემას რა თქმა უნდა არ გადადის და ყველას ცდილობს რომ ეკლესია შეაგონოს, აი მაგალითად დიახ, კითხვა შემოვიდა უპასუხებთ. მაგალითად აი პირველი ეს ცრუსტავება რომ გაჩნდა არიოზის არა მე-4 საუკუნეში სემესამის დასასრულში მე-4-ში დასაწყისში მე ეს სწავლება გადაეცა ანათემას თავიდან მამები ასევე სხვა წვალებლების მიმართ როგორი სიყვარულით იყვნენ როგორი თავმდაბლობით აი თვითწოდებებშიც კი ასე მიმართავდნენ პირდაპირ რომ აი წმინდა მამაო ასეც კი მიმართავდნენ ზოგიერთ წვალებას თვითონ წმინდა მამები რატომ იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მათში აი მწვალებლებში არ გაეღვიძებიათ ის ამპარტავება რომ რაც ისედაც ჰქონდათ ამ მწვალებლებს ამიტომ ადამიანურად ისინი თავს უხდიდნენ მაგრამ აი მთავარ საკითხში არ უთმობდნენ რა თქმა უნდა ამიტომ ესეც კარგად უნდა გავიგოთ ჩვენ ეს ანათემაზე გადაცემა ეს არ არის ვაპატიეთ და ასე ორღობული წყევლა ესეთი რაღაცა რომ აი შენ სულ ესეთი სიტყვებით არა შეურაცხყოფელი სიტყვებით არა ანათემა ეს არის უკვე უკანასკნელი ღონისძიება ეს არის უკვე ქირურგია სასულიერო იერარქიისაგან რომ ადამიანი გონსმოებოს. ანუ დროებით ის გადაეცემა ეშმაკის ხელში, რათა იგვემოს და ჭუაზე მომიდეს. ანუ აი როგორც მაგალითად უცხებიშვილი მამას განეშორა და სანამ ესე იგი არ მოშინდა და ღორის საჭმელზე არ იყო თანახმა, რომ ოღონდ ისე ჭრკოეჭამა რა, აი მანამდე ვერ მოგრუნდა მამასთან. აი ეს ღონისძიება იგულისხმება. ესეც სიყვარულით უნდა გავიგოთ. ანუ ეკლესიისაგან კურთხევაც და შეჩვენებაც ამ ანათემაც სიყვარულით არის განპირობებული. აი დრო ამოიწურა, მაგრამ აი შეკითხვა ახლა შემოვიდა შევეცდები უპასუხო.
ასეთი არის შეკითხვა. სხვა კიდე რამდენიმე საკითხს ემსურდა დღეს, მაგრამ აი დღეს აღარ ვასწრებთ, ღვთისმადლით შემდეგში გადავიტანოთ. რას ნიშნავს უფლისმიერი იმედი და როგორ მოიპოვოთ ეს იმედი? დიახ, ჩვენ ვიცით, რომ სამი ძირითადი სათნოება არის, როგორც ვასწავლის წმინდა პავლე მოციქული, რწმენა, იმედი და სიყვარული. და ამ სამიდან პირველი ორი არის დროებითიო, ის მხოლოდ ამ ქვეყნად გვჭირდებაო. ანუ რწმენაც, რწმენა რა არის, რომ გჯერა, რომ არსებობს შემოქმედი კაცობრიობისა, რომელიც ჩვენ პასუხს მოხდოს, ანუ რომელსაც ჩვენ ანგარიში უნდა ჩავაბაროთ, მოკლედ რომ ვთქვათ, იმედი კიდევ იმედი გადარჩენისა, რომ ჩვენ ესე გვაქვს საშუალება, რომ გადავრჩეთ, ანუ უფალთან ერთად ვიყოთ მარადიულ სიხარულში. და მესამე არის სიყვარული, ანუ სიყვარული არის მარადიული, ის ამ ქვეყნადაც საჭიროა და იმ ქვეყნად კიდევ თავისთავად ის გრძელდება და უფრო სრული იყოფა. ხოლო აი ეს იმედი და რწმენა არის დროებით, იმიტომ რომ რწმენა გვჭირდება სანამ უფალს პირისპირ გავჭვრეტავდეთ. და მე რო უკვე რწმენა აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე უფალთან თუ იქნებით, აბა რაღაც რწმენა გვჭირდება, ჩვენ უკვე მამასთან ვართ. აი რწმენა რა არის, მოკლედ რომ გითხრათ, ოჯახიდან წასული მამა, რომელიც შენ იცი რომ აი მამა გყავს და ელოდები რომ მამა დაბრუნდება, რომ აი ვინ არის შენი მამა და მე რომ ის არსებობს, შენი მამა არ არის მკვდარი და აი შენ ამდენ თუ გვიანის დაგიბრუნდება, არა? და შენ მასთან შეხვედრის სიხარული გაცოცხლებს. და ეს განხარდება მას მერე, რაც მამა მოვა ოჯახში და შენ გულში ჩაგიკრავს და ესე იგი შენ მას მოიამორები და სიყვარულები როგორც შენს მშობელს. და მეორე კიდე იმედი იმისა, რომ მამა მოვა, ხედავთ, ეს არის იმედი. და ამიტომ ეს იმედიც დროებითია, როცა მამა უკვე მოვა, ის აღარ არის საჭირო. მაგრამ იმედი ამ შემთხვევაში საჭირო არის, სანამ ჯერ კიდევ ჩვენ არ შევსრულოთ აი მამის სრულყოფილ სიხარულში. რატომ? იმიტომ რომ აი ბოროტმა სულ ასეთი იცი ჩვენ ეს თქვით ადრე თუ გახსოვთ ერთი მხრივ რომ ადამიანს ჩააგდებს ჯერ ძინეცობაში, რომ ერთი მოწყალია. გქონდეს იმედი გადარჩენისა, იმიტომ რომ ის მაინც გაპატიებს და როცა ჩააგდებს ადამიანს მე ძინეცობაში ბოროტის სული, მე უკვე ასე შეგაგონებს, აი ერთი ისეთი მკაცრია, ისეთი რისხავია, რომ შენ ამას არ მოგიტევებს, არ გაპატიებს, ამიტომ წადი ახლა ესე იგი თავი მოიკალე, გადავარდი სადმე, შენს ცხოვრებას რაღა აზრი აქვს, აი რაც დაიმართა იუდა ისკარიოტეს, არა? სამწუხაროდ. აბა მისული ხო უფალთან და ეთქვა, უფალო მაპატია, აი რომ გაფხიდე და ესე იგი ჩავარდნოდა ფეხებში, როგორც წმინდა პეტრე მოციქული უფალს ფეხებში ჩაუვარდა პატიებას თხოვა იმის გამო, რომ მან ვერ დაამოწმა ბოლომდე, რომ იცნობდა უფალს, აი შეეშინდა რა, ადამიანურად შეეშინდა, რომ მასე ჯერ სულიწმიდის მადლი არ იყო ასე მოფენილი, არ იყო განმყოფობილი მოციქული, მერე კი აღარ ეშინოდა წმინდა პეტრე მოციქულს, მერე პირიქით უფლის გამო ეწამა კიდევაც და თავდაპირა გააგეს ჯვარზე მოიხსენებათ, აი რომში, რა და როგორი მტკიცე იყო და ასე სამწუხაროდ იუდა ისკარიოტელი მას არ გააკეთა შენდობარით ხო უფლისაგან და წავიდა და თავი მოიკლა, ანუ უფლის ყოვლად მოწყალეობაში, მის მოგიერებაში, მის სიყვარულში ცეჩო შეეპარა. ის დაწმუნდა რომ უფალი არ მაპატიმის და ამიტომ აი მოიკლა თავი. თორემ მას რომ ეთიქრა რომ აი უფალი მე მაპატიმის, ის წავიდა და აქ თავდაპირველი საკითხიც არის, რა თქმა უნდა, ხედი უნდა მოიდრიკო დროს. და აი იმედი ესე იგი არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი სვეტი ჩვენი ქვეყნიური სათნოებისა, ამ სამი ძირითადი სვეტიდან, დროებითი სვეტი მართალია, მაგრამ აი დაახლოებით ისეთ აი რა შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აი კოსმოსური რაკეტა როცა მიფრინავს და მას რომ დროებით ესეთი გარშემო თუ დაგვირები ხართ, აქვს ესეთი რამოდენიმე საბჯენი, ასეთი სამი მე მგონი უფრო არა. და აი როდესაც გადაიშლება ესეთი აი საბჯენები, რომელიც ამაგრებს თვითონ ხომალდს, რომელიც დგას მიწაზე და რომ გაიჭრება ხომალდი მე ცისკენ და ეს ვთქვათ საბჯენები უკვე აღარ არის საჭირო, აი დაახლოებით ასეთ საბჯენებს შეგვიძლია ჩვენ შევადაროთ რწმენაც და იმედიც. ხოლო სიყვარული თვითონ არის აი ხომალდი, რომელიც აღიჭრება ზეცად და იქ კიდევ უფრო სრული ყოფა. რამოდენადაც ის შევა უფლის დიდ სიყვარულში, დიდ მარადიულ სიხარულში და იქ იქნება დაუსრულებელი ნეტარება, რომელიც არის ისეთი, რაზეც წმინდა პავლე მოციქული გვეუბნება მხოლოდ მე-13 აღსული და არა მე-9-მდე, რომ თქვენს ენას არ შეუძლია გამოთქვა სის, თქვენს ყურებს არ სმენია და თქვენს გულს არ უძნია ის, რაც თქვენ სასופველში და ჩვენ ყველას უგელოდებაო. და ანუ იმ დიდი ნეტარების რაღაც მე-13 ნაწილი განიცადა წმინდა პავლე მოციქულმა უფალმა დაუშვა ეს მასზე. და რათა სხვებისთვის გადაეცა შემდეგ აი სამოთხისეული ნეტარების ჭაშნიკი შეგვიძლია ასე ვთქვათ და ის იმდენად მოიხიბლა რომ აი დამუჯდა ეს მჭებრმეტყველი პავლე
რომელმაც თქვენი დასავლეთი ევროპა მოაქცია დამუჯდა ის გადმოსაცემად რომ თუ რა განვითარება არის იქ. ამიტომ აი ჩვენი წმენდა სწორედაც დაფუძნებული არის იმაზე რომ ჩვენ ვიღვწვით სწორედაც იმ დიდი ნეტარების მოსაპოვებლად იმ დიდი ნეტარებაში შესასვლელად და ეს ნეტარება აქვე იწყება დედამიწაზე. თუ ეს აქ არ დაიწყო მაშინ ესე მექანიკურად იქვია შევალთ. ამიტომ ამბობს უფალი ეს რომ თქვენშია თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენ უნდა დავუგეთ უფლის მხარეს და არ უნდა დაგვაწყდეს რომ ღმერთი არის სიყვარულისა და ღმერთის შვილები უნდა გამოვირჩეოდეთ სიყვარულით პირველ რიგში ჭეშმარიტებისადმი, შემდეგ ერთმანეთისადმი და ასეთნაირად ჩვენ თავის კი უნდა გავწიროთ ერთმანეთისათვის. თუნდაც ჩვენ აი უმკაცრესად ვამხილებდეთ ვინმეს ჩვენი ეს ხილებაც უნდა იყოს სიყვარულით დაბეჭდილი და ასეთ შემთხვევაში იქნებეს სწორედაც ხილება, რა თქმა უნდა, აქ არ უნდა იყოს არც ძულარება და არც დაცინვა, შეურაცხყოფა, დამცირება, თუნდაც ის ადამიანი ვინმე და ის ჯგუფი ადამიანებისა იმსახურებდეს ამას თქვათ, არა? მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მათში ღვთის ხატი დავინახოთ და მართალია ღვთის მსგავსებას თუ ვერ ხედავთ, ეს უნდა გვაწუხებდეს, მაგრამ ღვთის ხატი მაინც უნდა დავინახოთ. აი ჩვენ ვიცით ავამატებ არემეტ საკითხს, რომ უფალმა როცა თავიდან ბრძანა შევქმნათ ხატად და მსგავსად ჩვენ და არა, რომელიც ჩვენ საუბარი ყველა წმინდა სამბას გამოხატავს და შემეწერია შექმნა ხატად თვისად უფალმა ადამიანი, ანუ მსგავსება თვითონ ადამიანს დაუტოვა. ანუ თავის მიმსგავსებულად შეგვქმნა, მაგრამ აი თლად რომ დავემსგავსოთ ჩვენ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ამისათვის მოგვცა ჩვენ თავისუფალი ნება, მოგვცა გონიერება და ამიტომ ჩვენ უნდა მივემსგავსოთ კიდევაც უფალს. კიდევ ერთხელ აი ახლა ვეცდები უკვე დავასრულო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ცოტათი მაინც გადავაჭერბი, მომიტევეთ და მოხარ მოვასწავლეთ დანარჩენი საკითხები. შემდეგ უკვე რა დღეს თუ უფალი გვაცოცხლებს და იმედებს, ვახერებთ კატეხიზმოს აღსრულებას, სხვათა შორის მნიშვნელოვან საკითხზე, ამას გამოვაცხადებ ჩემს Facebook გვერდზე. რაღაც ერთ საკითხზე მექნება ძირითადად და იქ ნახავთ შემდეგ გავასათაურებ კიდევაც შესაბამისად იმ კატეხიზმოს და აი ვეცდები რომ იქ გამოთქვა ესეთი ერთ-ერთი დიდი საქმელი პირადად ჩემთვისაც და დღეს მომწიფებული საქმელი ჩვენს ერში, ჩვენს ეკლესიაში, ასე ვთქვათ, ქართველებში ზოგადად და მათშიც ვისაც საქართველო უყვარს, ახლა შეიძლება ადამიანი თვითონ არ იყოს ასეთი მორწმუნე, მაგრამ მაინც უნდოდეს რომ მის ერში ეკლესია იყოს ნამდვილი ეკლესია, იყოს წმინდა ეკლესია, თუნდაც აი პატრიოტული კუთხით, თუნდაც ზნეობრივი კუთხით, არა? მე მინახავს ასეთი ადამიანებიც. თვითონ არ არიან მაგალითად ეკლესიურები, მაგრამ მაინც მათ უნდათ რომ ერს ჰქონდეს წმინდა ეკლესია. დიახ, აი ასეთნაირად შემიძლია გარკვეული ესეთი ანონსიც გავაკეთო წინასწარი უცხება, რომ იმ ქადაგებას თუ ფალინებებს და იქამდე თქვათ გვაცოცხლებს, მაცოცხლებს ასეთი სათაურიც კი ექნება ჯერჯერობით ფრჩხილებს არ გავხსნი და აი ვინც მოусმენს შემდეგ ქადაგებას იქ უკვე ბოლოს გამოიტანოს დასვლა და უთხოვ რომ ყველას რომ ბოლომდე მოусმენოს იმ ქადაგებას, იმ კატეხიზმოს და ერთ კითხვაზე იქნება ის კატეხიზმო აგებული იმიტომ რომ მე ვინც თვალს ვადევნები და ჩვენ გასული წლის ნოემბერში მოგვიხდა საქართველოს ტელევიზიით გამოსვლა და იქ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა ასეთი რამ და იქ ვერ მოვასწავლე სხვათა შორის ამაზე პასუხის გაცემა, ახლა მე კი არ ვადანაშაულებ იმ ჟურნალისტს ვინც გამისვა ეს შეკითხვა, არამედ იქ უბრალოდ დროის ფორმატი არ აძლევდა მასაც ალბათ საშუალებას რომ რაღაცნაირად ეს კითხვა მე ბოლომდე მიმეყვანა და იქ დამისვა ასეთი შეკითხვა რომ აი გიყვართ თუ არაო, გიყვარდათ თუ არაო, ესე იგი პატრიარქიო, ასეთი რამე კითხა. აი ჩემი შემდეგი ქადაგების სათაური იქნება ასეთი. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. აი გახსოვთ, აი მე ჩხალებში ჩავსვა ამას, რატომ? იმიტომ რომ ეს ფრაზა მოარული არის. აი დღეს ზოგჯერ ესეთი გვერდებია შექმნილი, თქვა Facebook გვერდი არის, აქვეა ასეთი. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და ну, ასეთნაირად ეს მოარული ფრაზა არის და მე სწორედ ამ ფრაზით ვაპირებ დავასათაურო შემდეგი კატეხიზმო და გთხოვთ ყველას რომ წინასწარ ნუ გამოვიტანთ დასკვნებს, ნუ გამიკითხავთ თქვენი ნება, მაგრამ უბრალოდ არ ჩავარდეთ ცოდვაში, ნუ გამოვიტანთ დასკვნას, ნუ ერთ მხარეს, ნუ მეორე მხარეს, მე გთხოვთ რომ ბოლომდე მოусმინოთ კატეხიზმოს თუ გაიმედოთ კიდევ უსწავლდა შეგდა და ბოლოს გამოვიტანეთ მერე დასკვნა. დიახ, ყველას კიდევ ასევე გილოცავთ დღევანდელ დღეს უფალმა თავისი მადლი ჩვენზე მოამინოს ყველაზე, ყველას გისურვებთ სწორედ იმ დიდ სიხარულს,
და უსურვებს საკუთარ თავს, რომელიც ყველას ჩვენ უფლის მორწმუნეს გველოდება მის დიდ სიხარულში, მის დიდ სიყვარულში და აი დღეიდან მე აღარ ვამბობ უკვე ქრისტე აღზრდას ამ ტერმინით, აღარ გემშვიდობებით არც მოგესალმეთ ამ სიტყვით, იმიტომ რომ ეკლესიურად ღვთისმსახურების წესის მიხედვით დღე გუშინ მოხდა წარგზავნა ალბომის დღესასწაულისა და დღეს ამაღლების დღესასწაულია და ამიტომ აი სულთმოფენობამდე ჩვენ ასეთნაირად ეს 10 დღიანი მონაკვეთი გვაქვს, რაზეც დასაწყისში მოგვისაუბრებ. დაგლოცავთ ყველას, ვისაც ვერ მოგეცით რაიმე სულიერი სარგებელი შემდგომას გთხოვთ და ქრისტე ამაღლდა, ჭეშმარიტად ამაღლდა.